გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. მადლობა დასწრებისთვის. დღეს გვაქვს პატივი მოხსენებლად გვყავდეს სოსო დოლიძე, რომელიც არის ჩვენი ასოციაციის წევრი. იგი გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, უნივერსიტეტების ილიას, კავკასიის, ასევე ალტერბრიჯის ასოცირებული პროფესორი. დღეს სოსოს გვესაუბრება თერაპიულ ალიანსზე და იმედი გვაქვს ძალიან საინტერესო თემაა და ასევე სემინარიც საინტერესო გამოვა თქვენი ჩართულობით. სემინარის დასასრულისას შეგიძლიათ განხილვა დისკუსია მოვაწყოთ და დავსვათ კითხვები. სიტყვას გადავცემთ სოსოს. მადლობა კიდევ ერთხელ სოსო ამ ინიციატივისთვის. დიდი მადლობა მაია. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. გრძელდება ესე იგი ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცეში რეგულარული სემინარები და ძალიან მიხარია რომ დღეს მე ვარ ამისი ნაწილი და ვისაუბრებთ პრინციპში ჩემი აზრით ძალიან საჭირობროტო თემაზე. წარდგენაზე ერთ რაღაცას დავაკონკრეტებ მაინც მაიამ რაც თქვა ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი არ ვარ. ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, თუმცა პროფესორი არა და ჩემი უნივერსიტეტი კი ბატონო მაინც ყოველ შემთხვევაში დავაკონკრეტებ. კარგით, ესე იგი დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საკითხი. რატომ თერაპიული ალიანსი? ეს არის პრინციპში უზარმაზარი თემა, ისი ამოწურვა თუნდაც 1 საათით და 2-ით და 3-ით, ფაქტობრივად არის შეუძლებელი. თუმცა შევეცდები, ასე ვთქვათ, რაღაცებს თავი მოუყარო, ძალიან შორიდან დავიწყებ და შემდეგ უფრო დავაკონკრეტებ სხვადასხვა საკითხებს. რატომ არის მნიშვნელოვანი თერაპიული ალიანსი? თერაპიული ალიანსი არის ერთ-ერთი მოგეხსენებათ, თქვენს კარგად რომ ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ჩვენ რო დავიწყოთ, თქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოთერაპიაზე, ხო? ადამიანს შეუძლია თუ არა ფსიქოთერაპიის ჩატარება, ხო? პირობითად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქონდეს ძალიან დიდი განათლება, ბევრი უნივერსიტეტის დიპლომი, იყოს ცოცხალი ენციკლოპედია, მაგრამ არ შეეძლოს პაციენტთან თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება. ამიტომაც თეორიულად რომ მივუდგეთ, ხო? ადამიანს, რომელსაც შედარებით ცოტა აქვს ნაკითხი, თეორიულად შეიძლება იყოს უკეთესი თერაპევტი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მაგალითად ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაგიწყული, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ თერაპიული ალიანსი ამავე დროს მოიაზრებს მათ შორის ცხადია რაოდენობრივი ცოდნასაც, მაგრამ ამავე დროს კომუნიკაციას პაციენტთან, ადამიანთან, კავშირის დამყარების შესაძლებლობას, რამდენად შეუძლია მას ეს ყველაფერი. ამგვარად თერაპიული ალიანსი ცხადია უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ტექნიკა. ეს არის სპექტრი, რომელიც ესე იგი ყველა მიმართულებაში, ფსიქოთერაპიის ყველა მიმართულებაში გამოიყენება. დღეს ჩვენ ცხადია ვისაუბრებთ სიღრმის ფსიქოლოგიის, ფსიქოანალიტიკური ტიპის ფსიქოთერაპიის პრიზმიდან, ბუნებრივია, მაგრამ ეს ახასიათებს ყველა ტიპის ფსიქოთერაპიას. რამდენადაც ძალიან დიდი თემა, გარკვეულწილად რაღაცა საავტოროდ შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ ვიცით რომ ფსიქოთერაპიაში და მეცნიერებაში ზღვა მასალა და იმ მასალიდან რომელს ირჩევს ადამიანი, მაინც მასზე არის დამოკიდებული. ამიტომ შევეცდები რომ შევეჭიდო ამ თემას, როგორც გითხარით, ცოტა შორიდან და მე უფრო ახლოს იმას ვიზამ. შევეხები ისტორიულ კონტექსტს, იმ კონტექსტს თუ როგორ ჩამოყალიბდა მაგალითად ფსიქოთერაპია, როგორ გრძელდება, რა ისინი გაიარა და ასევე ცხადია შევეხები, რა თქმა უნდა, თვითონ თერაპიული ალიანსის პრინციპს როგორ უყურებენ სხვადასხვა ავტორები. იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ იმასაც, რომ ზოგიერთი ავტორი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და ეჭვის თვალით, მოდი ასე რომ ვთქვათ. ძირითადად მაინც დღევანდელ შეხვედრაზე რო შევეცდები რომ დავაჩელენჯო, თუ გამომივა, თერაპევტის, თუნდაც ანალიტიკოსის ნეიტრალურობის იდეა. ამიტომ რომ ანალიტიკოსის ნეიტრალურობა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე მეტად განხილვადი საკითხი ფსიქოანალიზში და ყველაზე მეტად რადგან ალბათ აზრი იყოფა ხოლმე არის ანალიტიკოსის ნეიტრალურობის საკითხი და უფრო კონკრეტულად კიდევ რო გადავალოთ თვალი ვთქვათ ჩვენს მოხსენებას უფრო კონტრტრანსფერზე მექნება საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ მაინც ჩვენი თავი გვეკუთვნის,
ჩვენი ფოკუსი შიგნით გვაქვს ამ შემთხვევაში შეტრიალებული, ხო და როგორც თერაპევტები, ესე იგი ჩვენ თავს ვაკვირდებით. თუ როგორ გამოვიყენებთ იმას, რასაც პაციენტს მოაქვს თერაპიაზე. ამავე დროს შევეხები ისეთ საკითხს, როგორიც არის ანალიტიკური მესამე, ასეთი ტერმინი არსებობს, და მაგას უფრო დაწვრილებით ჩავშლით. ერთი წამით დამალოდეთ. ხო, ისაუბრებთ ანალიტიკური მესამეს შესახებ. და მანამდე დავიწყოთ, მოდი ცოტა ისტორიული რაკურსით, ისტორიული ექსკურსით. შეიძლება პირდაპირ ეს თერაპიულ ალიანსი თავდაპირველად არ ეხებოდეს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ როდესაც რაღაცა კონცეფტს განვიხილავთ და როდესაც რაღაცას განვიხილავთ, უნდა ვნახოთ თავისი ისტორიულ რაკურსში როგორ და რანაირად ვითარდებოდა თითოეული ადამიანი, თითოეული მდინარეობა და დავიწყოთ ცხადია ზიგმუნდ ფროიდით. უნებრივია, ანუ ფსიქოლოგის თუ არა, ფსიქოლოგები ფროიდამდეც იყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ძალსახად, რომ ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი არის, ხო? და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოანალიზი ეს არის თავისი დროის პროდუქტი. და ფროიდი როდესაც ქმნიდა ფსიქოანალიზს, მას თავისი გამოწვევები ჰქონდა. პირველი გამოწვევა ვთქვათ ფროიდისთვის ამ შემთხვევაში, ხო, ახლა დრო არის გასული და შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს იყო რომ ფსიქოთერაპია დაექვემდებარებინა სამეცნიერო დისციპლინისთვის და ხელიდან გამოეგლიჯა, ასე ვთქვათ, მჭყიბავებისთვის, რაღაცა ტრადიციული შეხედულებებისთვის, რელიგიისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი პირადი აზრია, მას ამაში ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ეგ სხვა საკითხია. მის დროს რა გამოწვევები არსებობდა და მისი სურვილი რა იყო, ამ შემთხვევაში რომ ფსიქოთერაპია დაქვემდებარებულიყო სამეცნიერო დისკურსს. ამ გაგებით ფროიდს ჩვენ შეგვიძლია ვუწოდეთ განმანათლებელი, მათ შორის ხო, განმანათლებლობის ეპოქის ის იყო, როდესაც მაგალითად ფსიქოანალიზში გახლეჩაც მოხდა, დაკავშირებულია თქვათ იუნგთან, ადლერთან და სხვა ადამიანებთან, რა თქმა უნდა ფსიქოთერაპიულ ტექნიკაშიც იყო სხვაობა, მაგრამ ძირითადი განსხვავება მაინც უფრო იდეოლოგიური იყო. ვთქვათ, რაღაცა განმანათლებლობას დაუპირისპირდა ამ შემთხვევაში შეიძლება გერმანული იდეალიზმი მაგალითად, ხო? ან რელიგიის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის შეხედულება. კარგი, დაუბრუნდეთ მოგეთ თვითონ ფროიდის იდეა ცხადია ეს იყო და ცხადია ეს იდეა და ეს სურვილი იყო დროის პროდუქტი. ეს რა ხდება? ეს არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ხდება ინდუსტრიალიზაციის, ესე იგი, სწრაფი განვითარება, ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ხალხი მასობრივად პატარა სოფლებიდან გადავიდა დიდ ქალაქებში, დასაქმდა, მეცნიერება ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და გარკვეულწილად ხალხშიც რაღაც ტიპის ილუზიასავით იყო შექმნილი, რომ თქვათ ადამიანი გადასახლდება პატარა სოფლიდან, წავა ქალაქში, დიდ ქალაქში დაიწყებს ქარხანაში მუშაობას, თავს დააღწევს რაღაცა ღირებულებებს, რელიგიას, რომელიც შეიძლება ვიღაცებს ყელში უჭერდა და გათავისუფლდება ამით რა. ფროიდის იდეაც ეს იყო, მას ესე იგი ფსონი რაციონალიზმზე ჰქონდა ამ შემთხვევაში დადებული, ხო? ფროიდის იდეა რა იყო, როდესაც ქმნიდა ის ფსიქოანალიზს, ეს იყო ინსტინქტუალური სურვილების დათრგუნვით პაციენტის მიერ, თერაპევტის მიერ პაციენტის ფრუსტრაციით, პაციენტში რაციონალური მხარის გამარჯვება. ხო? როგორც უკვე თქვით, ეს არის უკვე დრო, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი იწყებდა მთელი ძალით ამოქმედებას, ადამიანთა დიდ ნაწილს, მოდი ასე ვთქვათ, დასავლეთში მაინც, ხო? დასავლეთში ადამიანთა დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ ყველაფერი შეიძლება მეცნიერებამდე დაიყვანოს. შესაძლებელია, ეს არის განმანათლებლობის ეპოქის, ესე იგი, სულისკვეთება, ხო? ფროიდს ამ გაგებით არ ქონია იდეა ადამიანის გათავისუფლების. მისი ღირებულებები თავიდან ბოლომდე შეიძლება ითქვას, რომ ემთხვეოდა სამეცნიერო მოდერნული ადამიანის ღირებულებებს, მოკლედ. სოციოლოგი ფილიპ რაიფი არის ასეთი, რომელმაც თქვა ასეთი რაღაცა, რომ პრემოდერნული რელიგიური კაცი ჩაანაცვლა ფსიქოლოგიურმა კაცმა და ამ ტრანსფორმაციაში ფსიქოანალიზმა ემუშავა ძალიან დიდი როლი. რაღაცა დროით, ცხადია. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო და ცხადია ამ მიმართულებით კლასიკურ ფსიქოანალიზს მაკებრებიც ყავს და მაკრიტიკებლებიც. კრიტიკის
ობიექტი, ამბობდნენ ხოლმე ხშირად, რომ თქვათ ფროიდმა და დარვინმა ადამიანის სულიერების დეზინფექცია ჩაატარა, უბრალოდ მათ შორის, რასაც ზოგიერთი კრიტიკის თვალითაც უყურებდა ამ ყველაფერს. ხო? აა ძალიან უმადური საქმეა ჩვენ რო ვთქვათ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, მაგალითად, აი მე-20 საუკუნის შუა წელში ან დასაწყისში რა სითხოვდა ადამიანები მასობრივად თერაპიისგან და რა სითხოვს დღეს. ზუსტად არ ვიცით, ჩვენ მაგისი განზოგადება ბოლომდე არ შეგვიძლია, მაგრამ დაახლოებითი, ასე ვთქვათ, წარმოდგენები შეგვიძლია გქონდეს და აზრი გაგვაჩნდეთ ამ საკითხზე. ადრე მაგალითად დაკვეთა მე-20 საუკუნის დასაწყისში შუა წელში, როდესაც ეს ტექნოლოგიური პროგრესი იწყებოდა, ადამიანებს მეტად ჰქონდათ განცდა, რომ ტექნოლოგია, პროგრესი, დიდი ქალაქები მათ პრობლემას მოაგვარებდა, ამ შემთხვევაში დაკვეთა სხვა იყო თერაპიაში. ეს იყო გარკვეულწილად ღმერთისგან განთავისუფლება. ადამიანთა ნაწილს ჰქონდა განცდა, ну დასავლეთში ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპაზე ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რომ ესე იგი რელიგია მათთვის ბევრისთვის შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, თქვათ რეპრესირებული სურვილები, რომელსაც თქვათ ტრადიციული საზოგადოება და რელიგიური ღირებულებები თქვათ რეპრესიას აკეთებს, ეს ქმნის შემდეგ ნევროზს, ადამიანი მიდის შემდეგ ფსიქოანალიტიკოსთან, ფსიქოლოგთან და ამ ყველაფრის დეკონსტრუქცია ხდება. იმ ეპოქაში შეიძლება უფრო მეტად მასე იყო. დღეს სხვათა შორის რადიკალურად არის შეცვლილი. რადიკალურად როგორ შეიძლება რამე შეცვლილი იყოს ადამიანია დღესაც და მოდერნულ ემაშიც ხო თავისი ფსიქიკით. მაგრამ აი ღმერთის სულს რო დაუბრუნდეთ მაგალითად დღეს მაგალითად ადამიანი მეტად ეძებს ღმერთს და სულიერებას. თერაპევტთან როდესაც მიდის პირიქით რაღაცნაირად ღმერთი დაკარგა, რწმენა დაკარგა ადამიანმა და მისი დაკვეთა თერაპიაში შეიძლება ითქვას გარკვეულწილად განსხვავებულია იმ დროისგან, როდესაც მაგალითად ფსიქოანალიზი იქმნებოდა მე-20 საუკუნის შუა საუკუნეები იყო, ხო? ფროიდის დროს მაგალითად ინდივიდუალური კულტურა ხდებოდა ნელ-ნელა პოპულარული. ჯერ კიდევ ტრადიციული საზოგადოებები იყო, ну, თქვათ, გასაგებია იქ ვენა, პარიზი, ესა მეტნაკლებად ფეხს იკრებდა ეს ყველაფერი და დღეს ოდნავ უფრო სხვანაირად არის მოკლედ საქმე. დღეს ინდივიდუალური კულტურა იმდენად დიდია, დასავლურ საზოგადოებას გულისხმობ, რომ ინდივიდი თვითონ იზოლირებული გახდა საზოგადოებისგან. ეს ინდივიდუალური კულტურა ხო ეს ვიღაცის ოთახში მოფიქრებული იდეა არ არის. ეს არის რომ ადამიანი თავს იცავს იმ საზოგადოებისგან, რომლის ატანაც არ შეუძლია. ინდუსტრიალიზაციამ, მასობრივად ქალაქებში ცხოვრებამ, მიგრაციამ გამოიწვია, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან უწევს ურთიერთობა და ამის პარადოქსულად ადამიანი გახდა უფრო მეტად მარტო. იმიტომ რომ ამის აუტანლობა ქმნის ინდივიდუალიზმს, გარკვეულწილად პათოლოგიურ ინდივიდუალიზმსაც კი, ზოგ შემთხვევაში ცხადია, და ეს შეიძლება გახდეს ადამიანის წამჯვის წყარო. მოკლედ. შესაბამისად, შიფტი, თქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ну, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად შეცვლილი, მოკლედ, ხო? ჯერემი საფრანი იყო ასეთი ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც ძალიან מחვილგონივრულად აქვს, ესე იგი, მოყვანილი ციტატა და პრინციპში პირდაპირ წავიკითხავ, რომელსაც თავად ეძახეს გარკვეულწილად ორლესულ מחვილს. რაც უფრო ინდივიდუალიზებულია ადამიანი, ის მეტადაა თავისუფალი საზოგადოებრივი წნეხისგან. მეორე მხრივ, ის მოწყვეტილია კარგად ყოფნის არსისგან, რომელიც მოაზრებულია როგორც საზოგადოებაში ინტეგრირება. ამიტომაც ადამიანს ერთით ჭირდება და მეორეც და თანამედროვე ადამიანი, რომელიც დიდი ქალაქის ცენტრში ან აქ ცხოვრობს, ეს გამოწვევა, ასე ვთქვათ, დიალექტიკური გამოწვევა თანამედროვე ადამიანს გააჩნია. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია მაგალითად განსხვავება ვნახოთ მე-20 საუკუნის დასაწყისსა და დღეს მას შორის, რომ დრო იცვლება ცხადია ძალიან სწრაფად და თუ ადრე ადამიანი საუბარი იყო, რომ ასე ვთქვათ, დაკვეთა საკუთარ თავთანაც თერაპიასთან, რომ რამენაირად ადაპტირდეს უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებთან, რომელიც მეტნაკლებად უნივერსალური იყო და ცხადია დღესაც არსებობს განაცხადები გაქრა ახლა მეტნაკლებად უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებთან. დღეს ეს უნივერსალური ეთიკური პრინციპები შეიძლება ითქვას, რომ მასეთი მყარი ფორმით აღარ არსებობს და ადამიანები მეტად არიან დეზორიენტირებულები. ამიტომაც დაკვეთა მათ შორის თერაპიაში შეიძლება ვთქვათ მე-20 საუკუნის დასაწყისსა და დღეს შორის გარკვეულწილად შეიძლება იყოს ცოტათი ნართისულიც კი ამ სიტყვის სწორი გაგებით, ხო?
თუ ადამიანი ძველად უფრო მეტად მიმართავდა მაგალითად თერაპევტს, ну, გარკვეულწილად იმით, რომ რაღაცა დააშავა, რაღაცა ისეთი იფიქრა, რაც არ იყოს სწორი, ისეთი რაღაცა ჩაიდინა, ან ვიღაცას უღალატა, ან ვიღაცას რაღაცა უთხრა, რეპრესირებული სურვილების ვერ გამოხატავს ისე, როგორც საჭიროა, ვერ გადააქვს სუბლიმაციას ვერ ახდენს, ხო? დღეს დაკვეთა ცოტათი მაინც უფრო მეტად არის ნარცისული. და დღევანდელი დაკვეთა არის არა ის, რომ ადამიანმა რაღაც დააშავა, არამედ რაღაცა ვერ მოასწრო. ვერ გაერთო ისე როგორც საჭირო იყო. დრო მიდის, ახალგაზრდობა მიდის, წლები მიდის, მე რაღაცა მინდა მოვასწრო, ფული ვიშოვო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცის ნაწილი უნდა რომ ადამიანთა ეს არის, ხო? უფრო მეტად იყოს. ხო, და დღეს, როდესაც უნივერსალური პრინციპები უფრო მეტად არის დარღვეული და პრინციპში პოსტმოდერნიზმის გარკვეულწილად ყოველთვის არაბუნებრივია, მაგრამ რაღაც ის ვულგარულ სახესაც ხედავთ. ზუსტად კითხვა გაჩნდა, თუ მე რა მნიშვნელობას ვდებ ჩემ ცხოვრებაში. რა კავშირი აქვს ადამიანს უკვე საკუთარ თავთან? ხო, იმიტომ რომ თითქოს ყველაფერი რაციონალური კი არა, რელაციური გახდა თითქოს და ამ რელაციურობის რაღაცა მახინჯ ფორმებს, სხვადასხვა იმაში ხედავთ ხოლმე, ხო? რელაციური, ისეთი მყარი ფუნდამენტზე არის ძალიან ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნები, სადაც იქ ლოგიკურად ჩასვლა შეუძლებელია ძალიან რო არ განვარცხო ეს თემა, ხო? ამიტომაც ძალიან ფრაგმენტირებულ საზოგადოებაში, უფრო მეტად მაინც დასავლურ საზოგადოებას გულისხმობ, თუმცა დღეს არის გლობალიზაციის პერიოდი და შეუძლებელია რაღაცას მოწყვეტილი იყოს, ხო? ფრაგმენტულ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა საკუთარ თავთან ურთიერთობა. ეს ახლა იმხელა თემაა, რომ სათითაო იმას შეიძლება რაღაცა სემინარი დაითმოს თითოეული, უბრალოდ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ალიანსის, თერაპიული ალიანსის პრინციპებზე და რომელი ფსიქოლოგი თუ როგორ უყურებს ამას, ამიტომაც როგორც სემინარის დასაწყისში თქვი, ჩვენ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი რა. ისე აზრი არ აქვს ნამდვილად, ხო? ნუ რა შეხედულებები იყო ადრე, მე-20-იან წლებში, შუა საუკუნეებში, დღეს რა ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ. ეს არის ესე იგი ძალიან პატარა ჩარჩო, რაც შეიძლება ითქვას ფსიქოთერაპიის დაბადებიდან დღემდე რაში ოპერირებს თქვა ადამიანი და თვითონ ახლა კონკრეტულად უკვე გადავიდეთ თვითონ თერაპიული ალიანსის საკითხზე. და ცხადია როგორც ყველაფერი ფსიქოთერაპიაში ფროიდიდან ეწება და ესეც ვახსენოთ ფროიდი მონებრივია, ხო? ფროიდის მთავარი მიზანი, ყველაზე მთავარი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი არის ნამდვილად ეს არის ტრანსფერის ანალიზი. მოკლედ. ფროიდი საუბრობდა პოზიტიურ და ნეგატიურ ტრანსფერზე, რომელიც უნდა გაანალიზდეს თერაპიაში და შესაბამისად უნდა გადაილახოს. უნდა გადაილახოს მაგალითად ძალიან პოზიტიური ტრანსფერიც და უნდა გადაილახოს ძალიან ნეგატიურიც, რამდენადაც ეს ორივე კლასიკური ფსიქოანალიტიკური გაგებით არის ხელის შემშლელი და თავის ლოგიკა აქვს ყოველთვის, რა თქმა უნდა. მაგრამ ამავე დროს თვითონ ფროიდიც კი საუბრობდა ობიექტის გარეშე პოზიტიურ ტრანსფერზე, რომლის გაანალიზება არ არის საჭირო. და ეს არის ის ფუნდამენტი, რომელიც საჭიროა ყველა თერაპიაში. სხვანაირად, უბრალოდ კავშირი პაციენტსა და თერაპევტ შორის ვერ მოხდება. პატარა მცირე ისტორიული ექსკურსი რო გავაგრძელოთ, მოკლედ ფერენცი, ფროიდის ახლო თანამებრძოლი მოკლედ, იყო პირველი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პაციენტმა არა მხოლოდ უნდა გაიხსენოს თერაპიაზე თავისი წარსული გამოცდილებები, არამედ განიცადოს ის თერაპევტთან ურთიერთობის დროს. ეს რაღაცებს ცulis კიდე, როდესაც საქმე არის ალიანსის საკითხზე, ხო? ფერენცმა ხაზი გაუსვა ანალიტიკოსის როგორც რეალური პიროვნების ყოფნას და მის კავშირს ტრანსფერულ და კონტრტრანსფერულ ურთიერთობებში. ძალიან კლასიკური, თქვათ, გაგებით რო შევხედოთ, თქვათ, ანალიზზე შეიძლება რაღაცა შემკვდარი კაცი, ხო? ან თქვათ, ბლანკ ფურცელსაც ეძახიან, სადაც ესე იგი აირეკლება, კლასიკურად ყველამ ვიცით, მე ყველაფერი, ხო? მაგრამ აქაც არის მთელი დათქმება, მოკლედ. ისტორიული მას ქრონოლოგიას პირედი რო გავაგრძელოთ, ფსიქოანალიზში მათ შორის შეიქმნა არაერთი სკოლა. ერთ-ერთი პირველი იყო, ასე ვთქვათ, ეგოფსიქოლოგია და მის დამფუძნებლად შეგვიძლია პრინციპში მოვიხსენებოთ ანა ფროიდი, ჰარტმანთან ერთად. და ეგოფსიქოლოგიის ტრადიცია რაზე უსვამს ხაზს, რომელიც ხაზს უსვამს ეგოს რეალობაზე ორიენტირებულობას და ადაპტაციის ფუნქციაზე გარემოსთან. სადაც ესე იგი ეგო პირველ პლანზე შემოდის. ეგოფსიქოლოგებმა რეფოკუსაცია შეიძლება ითქვას, ესე იგი ფოკუსი შეატრიალეს
მოახდინეს თერაპევტის და პაციენტის რეალურ ურთიერთობას და განავითარეს სამუშაო ან თერაპიული ალიანსის ცნება. ასეთ დროს ცხადია, ინტერპრეტაციის ადგილი არის შედარებით უფრო შეზღუდული. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, პლამის მათემატიკური სიზუსტით, როდესაც თერაპიული ალიანსის ცნება იმატებს, ინტერპრეტაციის ადგილი იკლებს. რამდენადაც ყველაფრის ანალიზი არ ხდება და რაღაც ტიპის რეალურ ურთიერთობაში, კი ბატონო, სულ თუ ამოვარდა ინტერპრეტაციის საკითხი, ის თერაპია აღარ არის ბუნებრივია, მაგრამ ნუ ერთის მატებასთან ერთად მეორე იკლებს და ამას თავისი გამოწვევებიც გააჩნია. ბუნებრივია, ხო? სადაც იკლებს ინტერპრეტაციის ადგილი და მაგრამ ამავე დროს გაზრდილია თერაპევტის ფლექსიბილურობა პაციენტთან მუშაობის დროს. რახან ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ აუცილებლად ელიზაბეტე ზეზელი 1966 წელს ამ ადამიანმა პირველად გამოიყენა ცნება თერაპიული ალიანსი, რომელმაც შემოიღო პირველად თერაპიული ალიანსის ცნება და თქვა, რომ თერაპიული ალიანსი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ტიპის თერაპიაში. მისი აზრით, ელიზაბეტ ზეზელის აზრით, პაციენტის გამოჯანსაღება დაკავშირებულია უნართან, რომ დაამყაროს სტაბილური თერაპიული ალიანსი თერაპევტთან და ისე ამისთვის იყენებს მის ადრეულ გამოცდილებებს. ბუნებრივია, ხო, რა ურთიერთობებიც ჰქონდა ბავშვობაში დედასთან, მამასთან, ახლობელ ფიგურებთან, ეს ობიექტთან ურთიერთობის საკითხი ისეთია, სადაც არ უნდა წახვიდე, მაგას ვერც არაულის და ვერაულის ადამიანი, ხო? ხო, იყენებს მის ადრეულ გამოცდილებებს, მაგრამ ეს უნარი გარეთ სხვაგან არ არის. თერაპევტი უნდა იყოს დამხმარე, როგორც დედა, მაგალითად, დამხმარე გაიხსნას ბავშვი. აცალოს მას შეცდომები, გაიფურჩქნოს. ანუ საუბარია კონტაქტის დამყარებაზე, კონტაქტის შესაძლებლობაზე თერაპევტსა და პაციენტს შორის. ეს იდეა თავისთავად ცხადია თერაპევტის ნეიტრალურობის იდეას არ გამორიცხავს, რასაკვირველია. მაგრამ უფრო მეტად აჩელენჯებს და უფრო მეტად კითხვის ნიშნებს სვამს. ბუნებრივია, ხო? რიჩარდ სტებრა, ასეთ ფსიქოანალიტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ პაციენტს ეგოში მოხდეს თერაპიული გახლეჩა. პაციენტის ეგოში ერთი ნაწილი პაციენტის ეს არის დამკვირვებელი და მეორე ნაწილი პაციენტის ეს არის მონაწილე თვითონ პაციენტის ეგოში. სადაც რეალობაზე ორიენტირებული ეგოს ნაწილი არის თერაპევტის დამხმარე იმ საერთო საქმეში, რასაც ფსიქოთერაპია ქვია, ხო? რასაც ქვია ადამიანის გაცნობიერება საკუთარი ცხოვრების თუ სხვასთან ურთიერთობის გაცნობიერება. ამ გაგებით ესე იგი თერაპევტის თანამებრძოლი გამოდის პაციენტის ეგოს რაღაცა ნაწილი თავიდან ბოლომდე ცხადი არა, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაც არ უნდა განათლებული და ესენი ვიყოთ, ჩვენ თავისგან დისტანცირება. ამიტომაც არის, რომ ხშირად გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ხშირად არის, რომ იმდენი რაღაცა ვიცი, რომ თერაპევტმა რა უნდა მასწავლოს და თეორიულად შეიძლება, რომ პაციენტი იყოს უფრო განათლებული და თერაპევტი მას დაეხმაროს და თერაპევტი იყოს რაღაც მიმართულებით უფრო გაუნათლებელი, იმიტომ რომ დისტანცირება საკუთარ თავთან მაგაში გვეხმარება ერთ თერაპევტი რა. ოტო ფენიშელმა მაგალითად სტეპრას ამ კონცეფტს უწოდა რაციონალური ტრანსფერი. ხადია, ირაციონალური ტრანსფერის ადგილი ყოველთვის არის, შეუძლებელი არ არსებობს, მაგრამ რაციონალური ნაწილი პაციენტის ეგოს, რომელიც ეხმარება ამ დროს. ლორენს ფრიდმანიც ამახვილებს იგივეზე ყურადღებას და ამბობს, რომ ფსიქოლოგია ეს უნდა იყოს გარკვეულწილად დედობრივი ფიგურა რაპორტის და იმედის დამყარების საქმეში. ცხადია, ახლა ჩვენ ამას როცა ვსაუბრობთ, ალბათ ყველას გაგვახსენდება ბრიტანული ობიექტთან ურთიერთობის სკოლის ფუნდამენტური წარმომადგენლები მელანი კლაინი და ვინიკოტი, რომელიც დაახლოებით იგივეს ამბობდნენ, ხო? როგორც არის მაგალითად ვინიკოტის holding environment-ი, holding ქართულად როგორ ითარგმნება? ხო, და მელანი კლაინის ეს containment-ი, ხო, რომ დაიტიოს ან რა ქვია და აქ შემოდის ცხადი ანალიტიკოსის როლი ძალიან მნიშვნელოვანი, რა. სამართლიანობისთვის უნდა ვახსენოთ, ესე იგი ის მოწინააღმდეგეებიც, რომელიც ესე იგი მოწინააღმდეგე არა, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ საფრთხეებს თერაპიული ალიანსის განვითარების დროს. მათ შორის იყო ლაკანი ცხადია და მაგასაც შევეხებით ორი სიტყვით. ალიანსის კონცეფტის მოწინააღმდეგეები ემხრობიან იმ იდეას, რომ ის ხელს უშლის ტრანსფერს და მის ანალიზს. აქ საქმე ცხადია გვაქვს რაღაცა რაციონალურობასთან, ხო?
თორემ თუ თერაპევტი ძალიან მაგმიმართულებით წავიდეთ, ახლა პაციენტის მეგობარი ძმაკაცი გახდა, ან მებრძოლი ისეთი, რომელიც სახში ებრძვიან, ხო, მათ შემთხვევაში ცხადია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა იკარგება თერაპიას. მოკლედ ეს საფრთხე არსებობს ალიანსის მიმართულებით. არსებობს საფრთხე, რომ თერაპევტმა უყურადღებოდ ტრანსფერის ინტერპრეტაციის გარეშე დატოვოს პაციენტში ცვლილებების გამოწვევა და შეეცადოს სუჯესტით და არა გაცნობიერებით პაციენტის შეცვლა. სადაც ფსიქოანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ნამდვილად არის, რომ ადამიანი თვითონ მიდის რაღაც დასკვნამდე, თერაპიული პროცესი ამაში ეხმარება და თუ ალიანსის მიმართულებით ძალიან გადაიხარა თერაპევტი, ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არ უტოვებს პაციენტს შანსს, მაგალითად ფრუსტრაციის, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური კითხვების დასმის და ამ კუთხით შეიძლება იყოს ხელი შემშლელი. ხო, ალიანსის კონცეპტმა შესაძლოა უბიძგოს თერაპევტს, რომ გაანალიზოს თერაპიული ურთიერთობის ასპექტები, როგორც რეალური და დატოვოს ის ანალიზის გარეშე. როგორც დაახლოებით ცუდი შედარება მაინც, მაგრამ მეტნაკლებად გასვლა ძმაკაცთან ურთიერთობას რო არ ვაანალიზებთ, ხო? ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას, ნუ კარგად არის რა, კარგად შედგა ურთიერთობა და ანალიზისთვის ადგილი შეიძლება არ დარჩეს. ამის გამო თერაპევტმა შესაძლოა უარი თქვას იმ პოზიტიური ტრანსფერის ანალიზზე, რომლის უკანაც შეიძლება იდგეს კონფლიქტი. ამიტომაც ეძახიან ხშირად, რომ თერაპია ცოტა უმადური საქმეა, რომ პაციენტის რაღაცა ბედნიერი განცდებით შეიძლება ხანდახან თერაპევტი ცივიწყალი გადააყოს და თუ თერაპიული ალიანსის მიმართულებით ძალიანები გადახრილი თერაპევტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შეიძლება გამორჩეს. ჩარლზ ჰენლი ამბობდა ასეთ რაღაცას, ფსიქოანალიტიკოსი, რომ ალიანსის კონცეფტი საფრთხეს ქმნის, რომ ცნობიერ პროცესებს დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და უკან მოგრჩეს არაცნობიერი პროცესები. და ორი სიტყვით მეგობრებო შევახოთ ლაკანის იდეებსაც. ლაკანი მოკრიტიკე იყო თერაპიული ალიანსის მემეს, უბრალოდ ეჭვის თვალით უყურებდა და ძალიან რაციონალური და დაალაგებული არგუმენტები აქვს ამის ამ მიმართულებითაც და შევეცადოთ რომ შევახოთ ამ საკითხზეც. იდეა ცხადია რა არის, მოკლედ თავიდან რომ დავიწყოთ ხო თერაპიული ალიანსის, ეს არის პაციენტის რაციონალური ეგოს ნაწილი თერაპევტის რაციონალური ეგოსთან როგორ თანამშრომლობს. მოკლედ და ამ თანამშრომლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას ახალი აზრი, ძვირფასი კავშირი პაციენტსა და თერაპევტს შორის. მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყოთ თუ რა არის ლაკანისთვის ეგო. მე ვინ ვარ თუ მე რას ვფიქრობ თუ მე ვინ ვარ და სხვათა შორის ბევრმა შეიძლება იცის კიდევაც რომ ლაკანის წარმოსდგენით ეგო რა არის და აღმოსავლურ ფილოსოფიაში თქო ბუდიზმში და ინდუიზმში შეიძლება, მაგრამ ბუდიზმში განსაკუთრებით თითქმის ერთ-ერთი ემთხვევა რაღაცები ერთმანეთს რა. ხო, ლაკანისთვის ეგო არ არის ნამდვილი სელფი. ის არის ფორმირებული ისე რომ ადაპტირდეს ადამიანი გარემოსთან. ისე რომ ასიამოვნოს ადამიანმა სხვას. ადაპტირდეს და მაქედან შემოდის ხო ადამიანი სადაც გაიზრდება, მაგრამ იქა და რა ოჯახურ სისტემაშიც მოხდება, ადაპტაციის ის მექანიზმები გააჩნია. ბავშვი როგორც გაიზრდება. ბავშვობიდან ეს არის ბავშვობიდან მიღებული ამბები, მშობლების, საზოგადოების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ გაგებით ლაკანისთვის, როდესაც თერაპევტი ესაუბრება რაციონალურ ეგოს, ის თერაპევტის ის ამ შემთხვევაში თერაპევტს არ ელაპარაკება. ლაკანის გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ის ელაპარაკება ამ შემთხვევაში ნიღაბს, არა რეალურ ადამიანს, არამედ იმ ნიღაბს, რომელიც ადამიანს გააჩნია ამ შემთხვევაში. აქ ვინც ესწრებით ბევრმა ალბათ ძალიან კარგად ზებირად იცით ეს ყველაფერი, მაგრამ ორი სიტყვით მაინც რამდენადაც ლაკანი რთული ავტორია, ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ ყველასთვის მაინც გასაგები იყოს, ხო? ამიტომაც ჩვენ უნდა გავშიფროთ რა არის სხვა ლაკანისთვის, ხო? ეს არის ყველაფერი, რაც ჩემს გარეთ არის და აწესებს ნორმებს, ეს არის საზოგადოება და მისი ნორმები, ენა და მისი ლიმიტები, მშობლების და მნიშვნელოვანი ფიგურების მოლოდინები, მოთხოვნილებები და ლაკანის ცნობილი ფრაზა რა არის, რომ ადამიანის სურვილი არის სხვისი სურვილი. ჩვენ არ ვიცით რა გვინდა, ანუ ჩვენ გვინდა რაც სხვებს სურს ჩვენგან რომ გვინდოდეს. ამ გაგებით ლაკანისთვის რაციონალურობა არის მახე. ხო? როცა თერაპევტი გვეუბნება, მოდით მაგალითად შევხედოთ ამას რაციონალურად, შეიძლება დაისვას ფუნდამენტური კითხვის ნიშანი, ვის რაციონალურობასთან გვაქვს საქმე. თერაპევტის საკუთარ რაციონალურობასთან და საზოგადოებრივ სტანდარტებთან ამ შემთხვევაში. და ლაკანისთვის მაგალითად, როდესაც
პაციენტი შედის ალიანსში თერაპევტთან, ამით პაციენტი უკაცრავად როცა პაციენტი შედის ალიანსში თერაპევტთან, ამით პაციენტი ამბობს: მე შევხედავ საკუთარ თავს შენი ლინზით, შევეცდები ვიყო რაციონალური იმგვარად, რაც შენ მიგაჩნია, რომ არის რაციონალური. და აქ შემოდის საფრთხე, რომელსაც ლაკანი ეძახდა, ესე იგი, წმინდა კონფორმიზმს. იმის ნაცვლად, რომ პაციენტმა გამოიკვლიოს საკუთარი უნიკალური, არეული, ირაციონალური სიმართლე, ის ხშირად იცვლის ძველ უფროსს, როგორც არის მშობლები, და ისჩევს ახალ მასტერს, როგორც არის თერაპევტი. და არის რისკი, რომ პაციენტი დაემსგავსოს თერაპევტს და პაციენტი გახდეს თერაპევტის მინიმე, რასაც ეძახიან, აისხლიტოს და აირეკლოს. ეს არის მოკლედ ლაკანის კრიტიკა, რომელიც აბსოლუტურად დალაგებული და ის არის გამართულია და ესე იგი როგორც ყველა დიდ ინტელექტუალს ეს მჭრელი აქვს ხედვა, მაგრამ გააჩნია ჩვენ აქაც შეგვიძლია შევხედოთ რა პერსპექტივით შევხედავთ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ალბათ სწორია ნამდვილად და ლოგიკურია და გამართულია ნამდვილად, რომელი პერსპექტივით შევხედავთ საკითხს, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლაკანი მაგალითად ემპათიას უყურებდა არარეალურად. ემპათია ხდება მისი აზრით ეგოებს შორის და ეს დაახლოებით გავს MeToo კამპანიას, მოკლედ რა, რომელიც შემე, ხო? ეს არის დაახლოებით ლაკანისთვის, როდესაც ორი მასკა, ორი ნიღაბი ეთანხმება ერთმანეთს და არჩება ადგილი ინსაიტისთვის. და შეიძლება ითქვას რაღაცა ალეგორიის მოტანა, რომ ორი სარკე რო დაუდო ერთმანეთს, ესე იგი ისინი ერთმანეთს აირეკლავენ უსასრულობამდე, მაგრამ ობიექტი შიგნით არ გამოჩნდება. რა. ხო, ამ ეგოების თამაშით მეც მოაზრებული. და ამ გაგებით, ესე იგი, როგორც უკვე ვიცით, ჩვენ ლაკანმა ესე იგი ფროიდის იდეების რადიკალიზაცია მოახდინა რაღაც მიმართულებით, მოკლედ ხო, სხვადასხვა მიმართულებით. და როგორც ფროიდისთვის, ლაკანისთვის, ესე იგი, ანალიტიკოსი უნდა იყოს მკვდარი კაცი, მოკლედ, სარკე, რომ თავიდან ავიცილოთ დათანხმების მახე. ეს შესაძლოა, ხო, დათანხმების მახე, მოკლედ კი. ნუ, ამის საპირისპიროდ ვერ ვიტყვით, მაგრამ რამდენად შეიძლება მაგალითად ამის პრაქტიკაში განხორციელება, აი სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად შეიძლება შეხედოს. ხო, ანუ მიმართულება შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ აი რაღაცა ესენი. მაგალითად, კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ნიღაბი, ადამიანებს ნამდვილად გვაქვს და ადამიანებს რომელსაც მაგალითად რაღაცა პროფესია გააჩნია, ანუ რაღაც ეს არის ეს რაღაცა შთაომავლობით არ გადმოცემია და არც არავის არ დაუტოვებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის უბრალოდ ადამიანის ზედმეტად არ იდენტიფიცირდეს ის ნიღაბთან. თორე ნიღაბია მაგალითად ანალიტიკოსის სახელიც, ნიღაბია მაგალითად ის რომ რაღაცა წლები გადის ადამიანი რაღაცა რომელიღაც ასოციაციაში ჩართული რაღაც საათებს აგროვებს. ამ შემთხვევაში ჩვენზე ვსაუბრობ, ხო და არა მარტო ჩვენზე, ხო, ყველა პროფესიაში მასე არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი არ იდენტიფიცირდეს ერთ იმასთან, ერთ ნიღაბთან და მეორე კრიტიკა, რომელიც ლაკანის მისამართით არსებობს, ეს არის რომ თეორიული წვდომა არის ძალიან ღრმა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ხშირად უფრო მეტი ვართ ვიდრე ლინგვისტური მოდელები, ხო? იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა გარდა იმისა, რომ ეფუძნება ნამდვილად ინფორმაციას და ესე ვთქვათ ინტელექტს, არამედ ადამიანის უნიკალური თვისება არის კავშირის დამყარება. კავშირის დამყარება დედასთან, კავშირის დამყარება მამასთან, ანალიტიკოსთან და ეს კავშირი არის მრავალფაქტორული, ძალიან მრავალფაქტორული. და როგორც უკვე სემინარის დასაწყისში თქვი, შევეხები ესე იგი ცოტა უფრო ფართედ ანალიტიკური მესამის ცნებას, რომელიც ესე იგი ძალიან საინტერესო ცნებაა და ასევე არის მოყვანილი კონკრეტული მაგალითიც ანალიტიკური მესამის. ანალიტიკური მესამე 1994 წელს თომას ოგდენმა პირველად გამოიყენა თავის სტატიაში და შემდეგ თავის წიგნში ანალიზის სუბიექტები. დიახ, მგონი რაღაც ხმა შემოვიდა. ვიღაცას აქვს ჩართული მე მგონი მიკროფონი და რო გათიშოს თუ შეიძლება. კი, მე გავუთხო ხო. კი ბატონო, მადლობა. ხო, და ესე იგი აქ შემოდის ოგდენის სტატია მოკლედ და ტერმინი ანალიტიკური მესამე არის და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოკლედ ამავე დროს. ოგდენის აზრით
თანამედროვე ფსიქოანალიზმი მიდის უფრო და უფრო მეტად მიდის იმ წერტილისკენ, როდესაც ასე მარტივად ვერ შეგვეძლება ჩვენ აბსოლუტურად გავყოთ პაციენტი და ანალიტიკოსი. როგორც ვინიკოტი ამბობდა, რომ არ არსებობდეს, მაგალითად, როგორც ვინიკოტი ამბობდა, რომ არ არსებობს ბავშვი დედის გარეშე, ასევე ანალიტიკურ კონტექსტში არ არსებობს პაციენტი ანალიტიკოსთან ურთიერთობის გარეშე და ანალიტიკოსი პაციენტთან ურთიერთობის გარეშე. ცოტა შორიდან დავიწყებ, მაგრამ იდეას მალევე მივახლოვდები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედისა და ბავშვის კავშირი არსებობს დინამიკურ ურთიერთობაში. სადაც დედა და ბავშვი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები მონაწილეობენ, მაგრამ ამავე დროს ისინი ქმნიან საერთო ინტერსუბიექტურობას. იგივენაირად თერაპევტის და პაციენტის ინტერსუბიექტურობა არსებობს ორი დამოუკიდებელი წევრისგან, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდებია, მაგრამ ხდება მაგათი შეხვედრა. ანალიტიკური მესამე არის ის სუბიექტურობა, რომელიც არის ინტერსუბიექტური და რომლის შექმნაშიც წვლილი შეაქვს ანალიტიკოსსა და პაციენტს ანალიტიკურ სეტინგში. თუმცა აქვე აღნიშნავს ცხადია ოგდენს, რომ ეს არ არის ბოლომდე დემოკრატიული ურთიერთობა, მაგალითად, ხო? ფოკუსი ბუნებრივია. გაკეთებული არის როგორ თერაპიაც არ უნდა იყოს, ცხადია ფოკუსი მეტად არის გაკეთებული პაციენტს. ოგდენი აქვე აღნიშნავს, რომ არ შეგვეშალოს ნამდვილად, რომ ანალიტიკურ მესამეში ის არ გულისხმობს სიმბოლურ მესამეს, რომელიც ლაკანისთვის არის მაგალითად მამის სახელი. და ეს არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში, მოგეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოგდენს აქვს მოყვანილი, თომას ოგდენს აქვს მოყვანილი ერთ-ერთი кейსი, რომელსაც მე მგონი თან დრო გვაქვს და ძალიან საინტერესო кейსია და წავიკითხავ მოკლედ. ამ кейსს თავიდან ბოლომდე ყველა დეტალში არ წავიკითხავ, ოღონდ პირველ პირში წავიკითხავ მოკლედ, რომ ძირითადი არსი გავიგოთ და პრაქტიკაში და მოქმედებაში გავიგოთ რა იგულისხმება ანალიტიკური მესამის უკან. ამიტომაც პირველ პირში წავიკითხავ, თავიდანვე რო იცოდეთ და პატარ-პატარა ჩართვებსაც გავაკეთებ ამ кейსს და მივადევნებ თვალს. მოკლედ, თომას ოგდენის პაციენტი არის მისის ვინმე მისის B, 42 წლის ადვოკატი, რომელიც არის დაქორწინებული და ყავს ორი ლატენტური ასაკის ბავშვი, ბავშვის დედა. პაციენტმა დაიწყო ანალიზი ბუნდოვანი მიზეზებით. ისეთი მიზეზებით, რომელიც ვერც თვითონ მიხვდა, რატო დაიწყო და დიდაც ვერც თერაპევტი. ეს ალბათ ყოველთვის ნაცნობი განცდაა, რომ ხშირად ყოველთვის არა, მაგრამ ადამიანები მიდიან და ზუსტად ვერ ამბობენ ის რა სჭირთ რაღაც რო აწუხებთ ფაქტია. მისის B თავს გრძნობდა გამოთიშულად, disconnected, ინგლისურად როგორც არის, ხო? კავშირს ვერ ამყარებდა სამყაროსთან. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობდა, რომ ყავდა გადასარევი ოჯახი. ერთი შეხედვით მის ოჯახში თითქოს პრობლემა არ უნდა ქონოდა, აი საზოგადოებრივი სტანდარტებით რო შევაფასოთ. მისი ციტატა ანალიტიკოსთან, რომ ვერასდროს წარმოვიდგეთ, რომ ანალიტიკოსის კაბინეტში აღმოჩნდებოდი. თავი მგონია ამოყვავი ვუდი ალენის ფილმში, როგორც თვითონ მოყვება ანალიტიკოსი. პირველი წელიწადნახევარი დადიოდა ძალიან მოწესრიგებული. არასდროს არ აგვიანებდა და იყო ბეჯითი პაციენტი. ჩვენ ვიცით ხო, შინაგანი ალგორითმები რაც აქვს ადამიანს, ის გადააქვს თერაპიაში და გამონაკლისი ესეც არ არის. საუბრობდა სულ დეტალებში, დიდად, ესე იგი, არსობრივს თითქოს არაფერს არ ეხებოდა, მაგრამ მოდიოდა ესე იგი ოფიციალური საქმეებით, ოფიციალური ბრჭყალებში და ერთი რაც თქვათ მეტნაკლებად არსობრივი თქვა თერაპიაზე, ეს არის რომ მას ახსოვდა ბავშვობიდან, რომ დედა ეჭვიანობდა მასზე. როცა მამა მას აქცევდა ყურადღებას, მოკლედ. და ამის გამო სამსახურში თანამდებობით უფროს ქალებთან ვერ ქონდა დაალაგებული ურთიერთობა. განზოგადებას ახდენდა მოკლედ დედის ობიექტის. პაციენტი ჩიოდა, რომ აქ და ამჟამად ვერ ახერხებდა ყოფნას და ემოციურ ჩართვას, present რაც ეძახიან, ხო, თერაპიაში. და მიუხედავად ამისა, რომ ძალიან ბეჯითად ცდილობდა, რომ ყოფილიყო კარგი პაციენტი. ყველაფერს დაკეთებდა. თერაპიის მეორე წლის ბოლოსთვის პაციენტის მხრიდან სიჩუმეები მოხშირდა. მან სესიაზე ჯერ 15 და შემდეგ 20 წუთითაც კი დაიწყო ჩუმად ყოფნა. თერაპიის ნახევარი ფაქტობრივად ჩუმად იყო. როგორც თერაპევტი ამბობს, ვეკითხებოდი ხოლმე ქალბატონს, თუ რას გრძნობდა, როცა ჩუმად იყო თერაპიაზე. ამაზე მისის B-ს ჰქონდა პასუხი, რომ თავს გრძნობდა ძალიან უხერხულად, რაღაცნაირად გაჭედილად, მაგრამ ვერ შველოდა ამ სიტუაციას.
და ბოდიშეპს იხდიდა თერაპიაზე, რომ იყო ჩუმად, მოკლედ. ქონდა განცდა, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს აშავებდა. ვეუბნებოდი თერაპევტი ამბობს, ვეუბნებოდი ინტერპრეტაციებს ტრანსფერის შესახებ, კლასიკური ფსიქოანალიტიკური გაგებით, ის იმას ნიშნავს, ეს ამას ნიშნავს, მაგრამ თერაპევტსაც ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო რაღაცა ინტელექტუალური წიაღსვლები და ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ეხებოდნენ მოკეთ თერაპიაზე. მისის ბიც მხრიდან კიდევ გრძელდებოდა ეს გამუდმებით ბოდიშების და იმის გამო, რომ არ იყო კარგი პაციენტი. მასთან მუშაობა, როგორც თერაპევტი ამბობს, ჩემთვის გახდა ძალიან მძიმე. ქონდა ბევრი daydreaming-ი. Daydreaming-ი როგორ ითარგმნება ქართულად? შემოჭრილი აზრები, ანუ ოცნება არ არის წესით. Daydreaming-ი რა არის? განმარტება დაახლოებით ვიცი, მაგრამ სიტყვაში ვერ იმოშევი, რა. Ну, თქვათ აი შემოჭრილი აზრები. მოდი ასე, რამდენი დღის ზმანება, დღის ოცნ ზმანებები, ფანტაზირება, დღის ფანტაზიები. დღის ფანტაზიები, ხო, მადლობა. Daydreaming როგორ ფიქრი როცა გაგიტაცებს, ჩვენ ფიქრს ვეძახდე, ფიქრებში წავიდეო რო. სხვა რამეზე როცა ფიქრი. კი ბატონო, და ყველას გამოგვიწია ახლა თერაპიაზე პაციენტს. როცა ცოტა ბევრი მოგვივა, მე გვიჭირს ხოლმე მოსმენა. მოგეთ ამ თერაპევტს ჰქონდა მოკეთ ბევრი daydreaming-ი. შემოჭრილი აზრები კი ბატონო, დღის ზმანება, ჩვენელი სიტყვა. და მასთან გრძნობდი გაუცხოებას და ნაკლებ სიახლოვეს, როგორც თერაპევტი აღწერს. ერთ დღესაც მახსოვს, როდესაც მივდიოდი სამსახურში, პირველ რიგში ვსაუბრობ თერაპევტის სამსახურში. მივდიოდი სამსახურში და პაციენტები ჩამოვთვალე გონებაში, მისი სახელი ვერ გავიხსენე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პაციენტი 2 წელიწადზე მეტია დადის. რაციონალიზაცია მოვახდინე, რომ წიგნაკიში მხოლოდ გვარებს ვიწერ. მასაც არასოდეს უხსენებია ლაპარაკის დროს თავისი სახელი. სხვა პაციენტები სულ ახსენებენ თავის სახელს, მაგრამ ამ ქალს არ უხსენებია არასოდეს, მოკლედ, ამდენი ხნის განმავლობაში. და თავი წარმოვიდგინე დედად, რომელსაც არ შეუძლია ბავშვს დაარქვას სახელი. თვითონ ანალიტიკოსს ჰქონდა ასეთი განცდა. კაცს. მისი სპი ძალიან იშვიათად ლაპარაკობდა თავის მშობლებზე. მხოლოდ მოზომილად და სწორად. ჰქონდა განცდა, რომ რამე არ შეშლოდა, მოკლედ. ამბობდა, რომ მეტყოდა ამის შესახებ, მაშინ როდესაც ამისი დრო დადგებოდა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი დრო ჯერ არ დამდგარა. თვითონ თერაპევტს დაემართა გრიპი და როგორც თვითონ ამბობს, მაინც იღებდა პაციენტებს. შევნიშნე, თერაპევტი საუბრობს, რომ მისის ბისთან შეხვედრის დროს არ ვიყავი ხოლმე კარგად. ვცნობდი ვერტიგოს, გულისრევას და სისუსტეს. თავს ვცნობდი როგორც მოხუცი კაცი თერაპიაზე და ვერ ხვდებოდი რატომ და თან ეს როლი მომწონდა და თან არ მომწონდა. ეს არის თერაპევტის განცდები პაციენტთან მუშაობის დროს. სხვა პაციენტებთან არ ვგრძნობდი იგივეს, ასეთ გამოთიშვას და დავასკვენი, რომ თურმე ეს სიჩუმე მიშვება ამას. ანუ რაღაც რაციონალურ ლოგიკით თერაპევტიც რაღაცა საკუთარი თავის დაარწმუნა, რომ არ არის ცუდი თერაპევტი. პაციენტის ასოციაციებიც იყო ძალიან გაკონტროლებული თერაპიაზე. დარდობდა ბავშვზე, საკუთარ ბავშვზე, უფროსი ბავშვი ბავშვთა ფსიქიატრთან მიიყვანა, იმის გამო, რომ მის უფროს ბავშვს ჰქონდა კონცენტრაციის სირთულეები. დარდობდა ეს მისი სპი თერაპიაზე, თუ რამდენად და კითხვის ნიშნებს სვამდა საკუთარ თავთან, თუ რამდენად ღირებული დედა და პაციენტი იყო, მოკლედ. ამაზე რაღაც ინტერპრეტაცია გავაკეთე, ანალიტიკოსი ამბობს. და აი მოხდა გარდამტეხი ეტაპი. ამაზე რაღაც ინტერპრეტაცია გავაკეთე და დავიხარე ჩემს გვერდით დადებულ ჭიქიდან, რომ ჭიქა რო ამეღო და წყალი დამელია. ანუ როგორც თვითონ ამბობს თერაპევტი, მას ყოველთვის, როდესაც სავარძელს შეჯდა, ისე ქვემოთ ედო წყალი და ხანდახან სვამდა ხოლმე. და ერთ-ერთი ამ დროს ამ პაციენტთან მუშაობის დროს, რომელიც დარდობდა, რომ არ არის კარგი პაციენტი, კარგი დედა, ამაზე წუხდა და იყო გათიშულ მდგომარეობაში, უბრალოდ დაიხარა და წყალის დალევა გადაწყვიტა. ამ ხმაურზე პაციენტი შემოტრიალდა ტახტიდან და როგორც თერაპევტი ამბობს, ეს პირველად მოხდა. ამანამდე არადროს არ ტრიალდებოდა ტახტიდან. და შეხედა თერაპევტს, ქონდა თვალებში პანიკური განცდა და თერაპევტს უთხრა: "ძალიან მწუხვარ, არ ვიცოდი რომ ეს ხდებოდა თქვენს თავს." ეს იყო პაციენტის კომენტარი თერაპიაზე. ეს იყო პაციენტის კომენტარი იმ ტერორზე, როგორც თვითონ თერაპევტი ამბობს, იმ ტერორზე და კატასტროფის გრძნობაზე, რასაც მე ვგრძნობდი და უკვე შემეძლო ამისთვის სახელი დამერქნია. ну, გარკვეულწილად
ცხადია ირიბად, პაციენტი დაეხმარა თერაპევტს, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვეულიყო უკეთესი. უკეთესად გავაანალიზე, რომ ვერტიგო, გულისრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერი ცუდი, რაც ამ თერაპევტს ჭირდა, რომ იყო მისის ბის ბრალი, რომ მისის ბი მე მკლავდა და რომ იყო ეს სომატური რეაქციები, ან ჩემს განცდაში თერაპევტის ასოციაციებში. ეს არის ფსიქოსომატიკა, ხო? როდესაც ფანტაზია, ესე იგი, ხორციელდება სხეულში. ფსიქოსომატიკა, ფანტაზია რომ მაქვს სერიოზული დაავადება. და თერაპევტის ფანტაზიები იყო, რომ თავის წინში აქვს ტუმორი, მაგალითად და მოგვდება. ამ რემარკის მერე, როგორც თერაპევტი ამბობს, როცა პაციენტმა უთხრა, რომ არ მეგონა, რომ ასეც ცუდად გამყოფებდითო, მომეშვა და ამბოვისუნთქე. უთხარი მისის ბის, რომ ის ფიქრობდა, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს და მე მოვკვდებოდი. ანუ ის რომ მისის ბი ფიქრობდა თერაპევტზე ასე. მან მითხრა, რომ როდესაც გავიგონე, რომ წყლის დასალევად გადაიხარეთ, მეგონა გულის შეტევა გქონდათ. გქონდათ ასე უთხრა. ის ამჩნევდა ბოლო დროს თუ რა ფერმკრთალი ვიყავი, მაგრამ არ მეუბნებოდა. თერაპევტს არ ეუბნებოდა. გავაცნობიერე, რომ მისის ბის ბავშვს კი არ ჭირდა რამე, მას უნდა მე მივეყვანე ფსიქიატრთან, იმიტომ რომ რაღაც კატასტროფული ხდებოდა ჩვენს შორის. და თერაპევტსაც ჰქონდა კონცენტრაციის პრობლემა, ისე როგორც მისის ბიმ თავისი ბავშვი მიიყვანა ფსიქიატრთან, რომ კონცენტრაციის პრობლემა აქვს, თავის მოზარდი ბავშვი ხო, რეალურად თერაპევტს ჰქონდა ეს პრობლემა. ცხადია თერაპევტი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე ადრეც გადავხრი ვარ წყლის სასაღებად, მაგრამ მხოლოდ აი მაშინ იყო ის ანალიტიკური ობიექტი და მაშინ გაჩნდა, რომელიც ადრე არ არსებობდა, ან ყოველ შემთხვევაში მაშინ გამოავლინა თავი. და ვუთხარი პაციენტს, როგორც თერაპევტი ამბობს, რომ არა მხოლოდ ის ფიქრობდა, რომ მე მოვკვდებოდი. ასევე ვგრძნობდი, რომ ის ფიქრობდა, რომ იქნებოდა ჩემი სიკვდილის მიზეზი. როგორც მისი შვილს ხდიდა ავად, ისე ხდიდა მე ის ავად, მოგეთ, როგორც პაციენტი ფიქრობდა, მოგეთ, ცოტა უნარჩვევების სტილში ვლაპარაკობ, მაგრამ დაახლოებით გასაგებია, ხო? მისის ბის თქმით, საინტერესო რაღაც თქვა, რაც იმ სესიაზე მოხდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ მქონდა შიში, რომ დაავიწყდებოდა ეს ყველაფერი. დავიწყებაზე კომენტარმა თერაპევტი ამბობს, შემახსენა ჩემი მდგომარეობა, რომ არ მახსოვდა მისის სახელი და ჩემი ფანტაზია, რომ როდესაც დედა ვერ არქმევს შვილს თავის სახელს, მის ფანტაზია, რომელიც მას გაუჩნდა. ვიგრძენი, რომ ჩვენ შევქმნით საერთო, აქ უკვე თერაპევტი საუბრობს, აი მესამეზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? ვიგრძენი, რომ ჩვენ შევქმნით საერთო არაცნობიერი ფანტაზია, რომ მისი ამ ქვეყნად მოვლინება დაბადება, ქალის მისის ბის, ავად გამხდიდა და მომკლავდა. ჩვენ ორივენი ვცდილობდით, რომ ეს არ მომხდარიყო თერაპიაში. მითხრა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მასთან ვიმუშავებდი და რომ ეს გზნობა ჰქონდა თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, და ნუ აქ მე უკვე კარტები უკეთესად გაიშალა და თერაპია უკეთესად წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი შეიძლება ეუბნებოდა მისის ბის, რომ მისი დაორსულება ძალიან კარგი იყო და ძალიან ბედნიერი, ამავე დროს მას ჰქონდა სულ განცდა, რომ ეს იყო შეცდომა. დედამისის დაორსულება მასზე. დედა მაგ დროს იყო 40 წლის, 40 წლამდე და მამა 45 წლამდე. სახლში, სადაც მისის ბი გაიზარდა, სათამაშოები მხოლოდ მისის ბის ოთახში იყო, ბავშვის სათამაშოები, ანუ სახლი არ იყო მოწყობილი ბავშვისთვის, ადაპტირებული არ იყო. სათამაშოები მხოლოდ მის სახლში იყო, მის ოთახში იყო, სახლი არ იყო მოწყობილი ბავშვისთვის. ბავშვს ხელი არ უნდა შეეშალა ბატონი ბისთვის, რომელიც იყო სერიოზული აკადემიური კაცი. და უნდა მოესვენა სახლში და რომ მოდიოდა ოჯახი იყო შეთანხმებული, რომ ამ კაცს უნდა მოესვენა მუსიკისთვის საერთო წიგნები და აკადემიური თანამდებობის პირი იყო და ბავშვისთვის ადგილი აღარ რჩებოდა, მოგეთ, ფიზიკური და ფსიქიკური ადგილი ოჯახში. შესაბამისად, მისის ბი უნდა მოქცეულიყო როგორც დიდი ბავშვობა წარქმეული ქონდა ამ გაგებით. ანალიზშიც ჩემი ფანტაზიაც ზუსტად ეს იყო, თავის ტვინში ტუმორი, რომელიც იზრდებოდა პაციენტის დანახვაზე. როგორც მამის ემართებოდა ბნედები ალბათ ბავშვის თამაშზე, დაახლოებით იგივე გადმოიტანა და თერაპევტმა იგივე იგრძნო, მოკლედ. ხო? და თერაპევტი საუბრობს, რომ პირველად ვიგრძენი, რომ ოთახში ორი ადამიანი იყო. არა მარტო ბი, რომელიც თავისუფლად აზროვნებდა,
არამედ მეც, რომელსაც უკვე შეეძლო ამის ატანა და მიღება, რაც მისის bis მოქონდა თერაპიაზე. ხო? რომ შემთხვევაში თერაპევტიც არის უდიდესი წნეხი. აქ ესე იგი ამით თავდება მოკლედ ამ კლინიკური кейსი, ცხადია გასრულდა კარგად, უბრალოდ გასაშიფრად რო ვთქვათ, აი ანალიტიკური მესამეს რო შევეხოთ ისეთი ხელშესახები რო იყოს ბევრად უფრო მეტად, რა. და აქვე ოგდენი განმარტავს კიდევ უკეთესად ანალიტიკური მესამის ცნებას. ანალიტიკური პროცესი მოქმედებს სამი სუბიექტურობის კვეთაზე. ეს არის პაციენტი, თერაპევტი და ანალიტიკური მესამე. ანალიტიკური პროცესი შექმნილია ანალიტიკოსის და პაციენტის მიერ და ანალიტიკოსი და პაციენტი შექმნილია ანალიტიკური მესამის მიერ. ჩვენ ამისი პარალელები შეგვიძლია ბევრი მიმართულებით განვახორციელოთ, მაგრამ განვახორციელოთ კი არა, წავიდეთ ასოციაციურად. იუნგიც დაახლოებით იგივეს ლაპარაკობდა, ცოტა სხვა სიტყვებით, უნებრივია, როდესაც საუბარია ალქიმიაზე, ეს რაღაცა მჭიდაობა, ეს კი არა, მარჩიელობა მაგალითად. როდესაც ალქიმიაში რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში იუნგი, ეს არის ორი ნაწილის შეერთებას, ის ეძახდა საკრალურ ქორწინებას. ეს არის ორი ოპოზიტის შეერთება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ 1+1. ისედაც ცხოვრებაშიც მასე ხდება, ხო? კომუნიკაციაში ვითარდება ადამიანი დედასთან, იმასთან, ამასთან და ორივე ერთმანეთზე ძლიერად მოქმედებს. ამ გაგებით, ესე იგი, იუნგის აზრით, ორი სუბიექტის შეერთება გავს ქიმიურ სუბსტანციის შეერთებას. და როდესაც წარმოიქმნება რეაქცია, როდესაც რეაქციას აქვს ადგილი ცვლილება, ყველა ვარიანტში ორივე ნაწილში ხდება, მაგაგებით. ცხადია, აქ თერაპიული ტექნიკა შეიძლება იყოს განსხვავებული, რომ ამ რეაქციას ვინ რას უშვება და ვინ როგორ უყურებს, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასეთი განსხვავება არსებობს. თეორიულად რომ მოხდა ამ შემთხვევაში. ოგდენის აზრით, ანალიტიკოსი უნდა დანებდეს იმ მესამეს და დანებებაში რა იგულისხმება ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? უნდა მოусმინოს საკუთარ შემოჭრილ ფიქრებს, სხეულებრივ შეგრძნებებს, როგორც მტკიცებულებას, პაციენტის არაცნობიერი რას უშვება მას. ამგვარად, ესე იგი, ანალიტიკური სუბიექტურობა ჯერ არის დამორჩილებული, ანალიტიკოსის სუბიექტურობა ჯერ არის დამორჩილებული იმ მესამის მიერ და მერე ვაანალიზებთ ჩვენ რა მოხდება. ჯერ ანალიტიკური მესამე მართავს პროცესებს, გვინდა თუ არ გვინდა და მერე გვაქვს ჩვენ პოსტფაქტუმ მოკლედ ამასთან შეხება. აქ საუბარი არის ცხადია თვითრეფლექსიაზე და ჩვენი ფოკუსი საით არის მიმართული მაგაზე. ორი სიტყვით შეგვიძლია ვახსენოთ ესე იგი ჩვენ მონაწილის და დამკვირვებლის ნება, როდესაც საუბრობთ თერაპიულ ალიანსზე, ჰარის და სალივანმა, ესე იგი ინტერპერსონალური იმის ფსიქოანალიზის ერთ-ერთმა შექმნელმა ეს იდეა ისესხა ცხადია სოციოლოგიისგან. სოციოლოგიაში არსებობს მონაწილე დამკვირვებელი. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დამკვირვებელი, რომელიც ამავე დროს არის მონაწილე, ანუ თერაპევტი, რომელიც არის უფრო მეტად აქტიური თერაპიაში, უფრო გასაგებ სიტყვით რო ვთქვათ, უფრო დიდ გავლენას ახდენს ცხადია მონაწილეს. ანუ ის გავლენას ახდენს იმ შინაარსებზეც უფრო მეტად. ახლა შეუძლებელია რომ გავლენა არ მოახდინოს სულ რომ მართლა ის იყოს ხო შეეცადოს თერაპევტი, ესე იგი გაუცინარი ხელმწიფე იყოს ხო. გავლენა ყოველთვის არსებობს, მონები და ეგ არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ უფრო მეტად ხდება გავლენა პაციენტს. ჩვენ ისე არ გავიგოთ, უნებრივია, რო ვთქვათ კლასიკური ფროიდიანული მოდელი, ვთქვათ ანალიტიკური ალიანსის ცნებას გაურბის ან არ აღიარებს, რა თქმა უნდა, მასე არ არის. არსებობს ასეთი ტერმინიც enactment-ი, რომელიც დღეს არა მარტო დღეს, მაგრამ ისეთ პოპულარული ტერმინია მოკლედ, რომელიც რას გულისხმობს, რომ თერაპევტი და პაციენტი არაცნობიერად acting out-ში გამოხატავენ რაღაცას ნაცვლად ამაზე საუბრისა და ეს ხდება თერაპიაში, ხო? მაგალითად პაციენტს აქვს შინაგანი კონფლიქტი. იქცევა ისე, რომ თერაპევტმა დაუდასტუროს მისი განცდები. თერაპევტი ინსტინქტუალურად ისე იქცევა, როგორი დაკვეთაცაა პაციენტის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენ მასში ხელი ვერ გვაქვს, ხო? და ამ დროს თერაპიული ჩარჩო არის ჩამოშლის პირას, რომ პაციენტი იქცევა ისე, რომ როგორც მას პასუხობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში და შეიძლება პაციენტმა თავისი მანიპულაციით, ასე ვთქვათ, დაგეგმილი თუ დაუგეგმავით რაც არ უნდა გამოცილი თერაპევტი იყოს, ამ მახეში ძალიან კარგად ჩაითრიოს, მოკლედ რა. და ამას ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ორი კუთხით. ერთი კუთხე ეს არის, რომ თერაპევტი ვერ მოიქცა ნეიტრალურად,
რაღაცა შეეშალა, მეორეჯერ არ უნდა დაემართოს და ასე შემდეგ და მეორე, ეს შეიძლება იყოს დიდი ინსაიტის ნაწილი თერაპევტში. იმიტომ რომ მან არათუ გაიგო რაში არის საქმე, არამედ იგრძნო თერაპიაზე. აი ეს გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და აქ შემოდის ესე იგი ინტერსუბიექტურობის ცნება და როდესაც ჩვენ ანალიტიკურ მესამეზე ვსაუბრობთ, აქაც შეგვიძლია ვახსენოთ ეგ საკითხი. ინტერსუბიექტურობას ნახევრად ხრობით ეძახიან ასევე არსებობს ობიექტთან ურთიერთობა და სუბიექტთან ურთიერთობასაც, ხო? ეს არის განვითარების პერსპექტივა. ინტერსუბიექტურობა რა არის? ორი ადამიანის სუბიექტურობის, როგორ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული მაგალითად. ამის განვითარების პერსპექტივა არის, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ მის გარეთ არსებობს სხვა ობიექტი, რომელიც არის სუბიექტი და მის სუბიექტურობასთან შესაძლოა გაზიარება. ოღონდ ეს აღმოაჩენს ან ავად ან კარგად. თუ ბავშვისთვის ადგილი არ არის სახლში, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ოჯახში სიტყვებს ვის იყენებენ მაგალითად ადამიანები რა. საკუთარი ცნობიერების განცდა მხოლოდ სხვისი აღიარებით ხდება. ეს ნამდვილად მასეა. და შეგვიძლია აქ ვახსენოთ ესე იგი ორი სიტყვით ჰეგელის დიალექტიკა, ესე იგი master slave არის ინგლისურად და ბატონყმის შეგვიძლია თარგმნოთ ქართულად. კლასიკურად ეროვნულად, მოკლედ. ბატონყმობის დიალექტიკა ურთიერთობაში. და რას გულისხმობს ეს ორი სიტყვით რო ავხსნათ? ეს არის იმის გამო, რომ მე არ მინდა ვიყო დამოკიდებული სხვის აღიარებაზე, თუ როგორია ჩემი სელფი, ჩემი ეგო, მე ვცდილობ სხვა გავაკონტროლო. სხვა პარალელურად ცდილობს ჩემს გაკონტროლებას, რომ გადაირჩინოს საკუთარი თავისუფლება, როგორც თვითკმარი ცნობიერება. ხო, თითქოს თავდაპირველად შემოდის, რომ ადამიანს თითქოს აქვს ორი არჩევანი, რომ იყოს ესე იგი მასტერის როლში, რომელიც სხვას აკონტროლებს, და მეორე, რომ იყოს ყმის როლში, slave, ხო? მონარქი, ბატონო, შეგვიძლია ვაცეც უწოდოთ, რომელიც სხვას აძლევს საშუალებას გაკონტროლების. მაგრამ აქ საქმე რა არის, რომ არც ერთი არ არის დამაკმაყოფილებელი. ანუ არც ერთი ეს როლი არ არის ასურველი მოკლედ ადამიანისთვის. თუ მონის პოზიციას ვიღებ, თუ მონის პოზიციას მივიღებ, მნიშვნელოვანი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვისთვის მექნება დამაკმაყოფილებელი როლი. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს თავისუფლება, რომ განსაზღვრო ჩემი თავი. და თუ მექნება ბატონის პოზიცია, აქ არის უკვე ვალიდაციის პარადოქსი. რომ თუ შენ ვიღაცას მონად აქცევ, მისი პიროვნება ხრება და ის ხდება ობიექტი. და ობიექტის აზრი აღარც მაინტერესებს. ანუ ის მე იმიტომ მაქებს, ან იმიტომ აღიარებ, რომ დავჩაგრე მოკლედ რა. შესაბამისად მონის აზრი არ მაინტერესებს. ეს რაღაც გაგებით მაინტერესებს, მაგრამ ეს არ არის ღირებული. ხო? და ამჯერად ესე იგი ეს ადამიანი შეიძლება გახდეს ეკო ჩემბერი, ხო? ანუ რასაც ვიტყვი, იმას ამოვძახებ რა. ამოვძახებს, ანუ სარკე ჩემი. შემთხვევაში და უსარგებლოა რა, იმიტომ რომ ვინმე საუბრება არავინ ფაქტობრივად, ხო? და აქ შემოდის პარადოქსული ესე იგი დიალექტიკა, რომ კონტროლს რაც უფრო ვამკაცრებ, მით მარტო ვრჩები ადამიანისთვის. ამ დროს ადამიანი რას აკეთებს? საკუთარ ინტიმურობას ცვლის გარკვეულობაში. გარკვეულობაა ადამიანის დამონება მაგალითად, სადაც იცი რომ ზუსტად იცი რასაც კი პასუხებს. მისი უფროსი ხარ. და დამონება ამ შემთხვევაში ალეგორიულადაა, ხო? მაინც ყველა შემთხვევაში ბატონს და მონას არ იმეშვება, ხო? მაგალითად ავიღოთ სამსახურში უფროსი. ავიღოთ მაგალითად ურთიერთობაში ვინ არის დომინანტი და მას რა გაცდა აქვს და ვინ არის დომინანტი. სხვა შორის ჰეგელი უფრო ამ შემთხვევაში ამბობდა, რომ მონის როლში ვინც არის, მას მეტი შანსია, რომ რაღაცა ღირებულს შეეხოს, იმიტომ რომ აიძულებს როლი ფიქს და ცნობიერებას და იმის გაცნობიერებას, რომ ესე იგი რეალურად რა უნდა, მაგრამ ეგ კიდე სხვა საუბრის თემა. ხო? ესე იგი ხდება ესეთ რაღაცა, რომ კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ჩემი მარტოობა იმატებს და ინტიმურობას ცვლი გარკვეულობაში. რომ ყველაფერი გაიასნებული. შესაბამისად, თუ გვინდა კონტაქტი, გამოსავალი რა არის ცხადია. უნდა ვაღიაროთ ადამიანები, როგორც დამოუკიდებელი პლანეტები საკუთარი გრავიტაციით. და ესე იგი ბატონყმის პარადოქსის გადასაჭრელად ჩვენ შეგვიძლია თუ შევეცდებით, მოკლედ, თერაპიული ალიანსის ცნება შემოვიტანოთ როგორც მესამე გზის, ხო? ეს არის კონტროლსა და მარტოობას როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ჩვენ ინტერსუბიექტურობით.
შესაბამისად, თერაპიული ურთიერთობა უნდა შეიცავდეს დიალექტიკურ ასპექტს და შეიცავს ხოლმე მაინც რა, რაც არ უნდა ჩვენ ახლა ინტელექტუალიზაციას ვახდენთ, რომ გვინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინები მოვაქციოთ სიტყვაში, რაც არ არის და არ მარტივი, მაგრამ ისე რაც ხდება ეგ რომ არის ვთქვათ, ხო? თერაპიული ურთიერთობა უნდა შეიცავდეს დიალექტიკურ ასპექტს, რომ სხვები ვაღიაროთ როგორც ობიექტები და ასევე ვაღიაროთ როგორც სუბიექტები. ეს ნიშნავს განმეორებით აღიარებას და უარყოფას სხვების ობიექტურობის და სუბიექტურობის. ისევე როგორც თერაპია გრძელვადიანი განსაკუთრებით ეს არის მუდმივად რღვევის და აღდგენის პროცესი, მოკლედ. თითქოს დაუსრულებელი და ძალიან მომბეზრებელი ხშირ შემთხვევაში. ხო, და საშუალო გზა, ამაზე საშუალო გზა არის გაგება არა თერაპევტის, რომელსაც მაგალითად ყველაფერზე აქვს პასუხი. და ეს ერთი უკიდურესობაა და მეორე უკიდურესობა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ მკვდარი კაცი, რომელიც კი ბატონო, თეორიულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი გამართულია ეს თეორიული მსჯელობა, მაგრამ ამავე დროს ადამიანის ფსიქიკაზე ვიცით ჩვენ, რომ ეს არის კავშირის პროდუქტი. და ეს კავშირი შეიძლება თუ თერაპევტს აქვს ამისი კლასი, ცხადია, ხო? რომ შეიძლება გაგექცეს თერაპევტს, მაგრამ და მაგის მეც რას ხედავთ ჩვენ ირგვლივ, ხო? თუ ეს აქვს, შეიძლება იყოს ძალიან ძვირფასი, უბრალოდ ეს რეალური ურთიერთობაც კი. და ბუნებრივია ჩვენ ვერ ავწდებით ახლა ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ ვინიკოტს მაგალითად რა. ზუსტად იგივე ეს არა, მაგრამ დაახლოებით ვინიკოტის ნაწერებში მსგავს ხდებით, რომ ვინიკოტი ამბობდა, რომ თერაპევტი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, ეს არის დამანგრეველი მისი ზრდისთვის. და ვინიკოტის სიტყვებია ეს, რომ მე აქტიურად ვაკეთებ ინტერპრეტაციებს არა მარტო იმისთვის, რომ კლიენტს დავეხმარო, არამედ იმისთვის, რომ დაინახოს კლიენტმა, რომ მეც უშვებ შეცდომებს. შესაბამისად, რა შემოდის აქ? თერაპევტის ატანა, რომელიც შეცდომებს უშვებს, რომელიც ხანდახან არის უყურადღებო, მომაბეზრებელი, ხანდახან რაღაცები ავიწყდება, კი ბატონო. ნიშნავს ჩემი კარგი და ცუდი ობიექტების გაშინაგნებას, ხო? ფილონი კლაინის ესენია. პარალელურად შეგვიძლია ძალიან მარტივად გავავლოთ. ოღონდ თერაპევტის ატანა ყველაფრის ხარჯზე ბუნებრივია არ ხდება. ეს არის ინტერსუბიექტურობის საკითხი, რომელსაც ჩვენ სხვა მხრიდან შეგვიძლია ალქიმიაც უწოდოთ, ან არ ვიცი, სხვადასხვა სიტყვები და ანალიტიკური მესამე თუ ასე შემდეგ და შემდეგ და რა თქმა უნდა ისეთი რაღაცებიც, რაც მეცნიერულად არ არის გაზომვადი, ხო? იმიტომ რომ ორი ადამიანი, როდესაც კომუნიკაციაში შედის, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ სამეცნიერო ტერმინებით, სიტყვაში მოქცევით რაღაცები გადმოვცეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა, რაზეც ისე ხდება ავტომატურად და დამოუკიდებლად, ისი ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია მაგალითად რა. კი ბატონო. და ბოლოსკენ ესე იგი რომ ვთქვათ, ეს ჩვენ შეგვიძლია ესე ვთქვათ შევადაროთ ასეთი რაღაცა ერთი პერსონის და ორი პერსონის ფსიქოლოგიის დაპირისპირებას, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს ფსიქოანალიზში, სიღრმის ფსიქოლოგიაში, ამ იდეებს შორის დაპირისპირება, ხო? თუ ძალიან უხეშად თუ ვთქვათ, ესე იგი კლასიკური ფსიქოანალიზი, ვთქვათ, მეტ ყურადღებას ერთი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ამახვილებს, ხო? სადაც პაციენტის შიდა ფსიქიკურ გამოცდილებებზე კეთდება აქცენტი და თერაპევტი უფრო მეტად არის განხილული შავდაფად, სადაც ხდება პაციენტის ფანტაზიების პროექცია. სადაც ალიანსის საკითხები არის შედარებით ნაკლები, მეტი სივრცე რჩება პაციენტმა თავისი ფანტაზიები, ესე იგი, შავდაფაზე გამოიტანოს. თუ ის დაფა დაბინძურებულია, კი ბატონო, თეორიაშიც ვიცით, რომ ესე იგი, თუმცა აქ შემოდის მეორე, რომ ის დაფაც შეიძლება იყოს ისეთი ძალიან ძვირფასი და რა თქმა უნდა უკვე გააჩნია თერაპევტსაც. ორი პიროვნების ფსიქოლოგია ერთისგან განსხვავებით. ხო? ფსიქოლოგიის იდეას საფუძველი ჩაუყარა უფრო მეტად ამერიკულმა ინტერპერსონალურმა ტრადიციამ. თუმცა მარტო ამერიკულს ვერ დაუბრალებთ, ანა ფროიდი იყო ბრიტანული ობიექტური ურთიერთობის სკოლა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში იზიარებს ბევრ რაღაცას რა. იმ ლიმიტების შესავსებად, რომელიც შეიძლება არსებობდეს ერთი პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს კიდევ ერთხელ. ორი პერსონის ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგი მეტადაა მოაზრებული არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ გარკვეულწილად მონაწილეც. დამკვირვებელი ყველა ვარიანტშია მოკიდრებია, მაგრამ ამავე დროს მონაწილეც. და ცხადია, მეტად არის წახალისებული ამ როგორ ვთქვათ, ამ კონტრტრანსფერი. რა ტიპის თერაპევტიც არ უნდა იყოს, ცხადია კონტრტრანსფერზე მას ყოველთვის უნდა ქონდეს. ესე იგი, ჩაჭიდებული და ასე ვთქვათ, არ უნდა გაექცეს ამ სიტყვის ესე რბილად რო ვთქვათ, ხო?
მაგრამ მეტად არის ახალისებული ამ შემთხვევაში. შესაბამისად, თუ ჩვენ თერაპიის მიმართულებით თუ გადავიხრებით უფრო მეტად, თქვათ, ორი ფსიქოლოგის და ორი პიროვნების კომუნიკაციაზე, ცხადია, უფრო მეტი მნიშვნელობა არის, ხო არის ასეთი ანალიტიკოსის სქესი არა აქვს და შემდეგ ძალიან კარგადაც აქვს ამ შემთხვევაში მეტად ცხადია, ხო? შესაბამისად, ფსიქოლოგის სქესსაც აქვს მნიშვნელობა, ასაკსაც, განათლებასაც და საერთოდ ყველაფერს, რაც მეტნაკლებად ადამიანს აქვს, მაგრამ აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამისი მართვა ადამიანს უნდა შეეძლოს, მოკლედ. თუ ამისი მართვა თერაპევტს არ შეუძლია, მაშინ ძალიან ხშირ შემთხვევაში დაიწყოს კოუჩინგ სესიას, რომელიც მაგის მეტი რა არის, სადაც ხედავთ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც. ჩემი აზრით პირადად, ახლა ჩემს გულისხმობ ამ შემთხვევაში სხვადასხვანაირი ტიპის თერაპევტები არსებობს. ძირითადად ამ შემთხვევაში შევეცადე ასე ვთქვათ ორი დაპირისპირებული ან ორი იმის გაერთიანება გარკვეულწილად და თუ თერაპევტი საკუთარ თავს კომფორტულად გრძნობს რომელიმე იმაში, შეიძლება ძალიან კარგადაც იმუშაოს. ჩემი პირადი მოსაზრებით, ესე იგი სიმართლე არის სადღაც შუაში, მოკლედ რა. ოღონდ ეს შუა არის ძალიან დიდი. დაახლოებით იმას გავს, რომ ადამიანს რო ეკითხები, მე მარჯვენა ხარ თუ მე მარცხენა და ცენტრისტიო რო გეუბნება და ვერ გაარკვევ რას ნიშნავს ცენტრისტი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიაპაზონია, ხო, სადღაც შუაში. მაგრამ რა ხდება, რომ მხოლოდ ერთი პიროვნების ფსიქოლოგიას თუ ავირჩევთ, ამით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურს გაუშვათ ხელი. რასაც მაგალითად თუ გნებავთ ჩვენ ვუწოდოთ ქიმია, ანალიტიკური მესამე, ორი ადამიანის კომუნიკაციის შედეგად დაბადებული, ან ახალი, ან თუნდაც ძველზე გაჩერილი უმნიშვნელოვანესი ტობითი საკითხი უწოდოთ და ეს შეიძლება ისე გამოგჩეს, რომ იყოს უძვირფასესი და მეორე მხარეს ძალიან ასე ვთქვათ გადაიხარა თერაპევტი, თერაპევტი ხდება როგორც მეგობარი, ან უბრალოდ მტერი, კი ბატონო. რომელიც არაფრით განსხვავდება მაგალითად ჩვეულებრივი ესეთი მეგობრისგან და აქ უმეტესობა ალბათ თერაპევტები ესწრებით და მე ყოველ შემთხვევაში მაქვს ხოლმე რაღაც კლასიკური კითხვა, რომ თერაპიაზე როცა მოდის ადამიანი, ვეკითხები, მანამდე რა გამოცდილება აქვს, თუ აქვს თუ არა და ძალიან ხშირად მესმის, რომ დავდიოდი თერაპიაზე და ნუ თავიდან ძალიან კაი იყო და მე ნუ ძმაკაცად გადაიქცა მეგობრად და ნუ რა ვიცი ახლა რა არაფერი აღარ დარჩა რა უნდა მეკითხა. ხადია ეს არის მეორე უკიდურესობა, როცა ალიანსი არის ესე იგი მაგის მეტი არაფერი არ ჩანს ხო თერაპიაში და მაგ დროსაც შეიძლება ძალიან ძვირფას დაიგამოს. კარგით, მეგობრებო, ესე იგი შევეცადე ძალიან დიდი თემა, მოკლედ სათითაოდ იმაზე და ბევრი შეიძლება ამავე დროს საუბარი, მაგრამ შევეცადე თავი მომეყარა, ასე რომ ვთქვათ, მეტნაკლებად სხვადასხვა პერსპექტივისთვის და ჩემი აზრისთვისაც. დიდი მადლობა და შეგვიძლია განვიხილოთ კითხვები ან კომენტარები თუ გაქვთ დიდი სიამოვნებით მომისმენთ. მადლობა სასო. აველოდებით კითხვებს. ახლა ისმის ხო არის მოდა. იკითხო. ის ხენიდა. კი, გისმენ მაია ისმის ახლა. სანამ კითხვებს მოამზადებენ, პატრა კითხვას მეც დაგისვა თუ შეიძლება. ეს თავად ნეიტრალობის საკითხი თერაპევტის. თქვენ როგორ გესმით? და მეორე კითხვა არის არაცნობიერის ადგილს სათხედავთ არაცნობიერის კვლევის ადგილს ეგოფსიქოლოგიაში. თერაპევტის ნეიტრალურობის ადგილს. აქ ჩემი აზრით რა, ყოველ შემთხვევაში თერაპევტი ბოლომდე ნეიტრალური ცხადია ვერ იქნება. გამორიცხულია ახლა იქ, ხო? როგორც ლაკანი ამბობდა მაგალითად, სულ რო თერაპევტი მაქსიმალურად შეეცადოს ნეიტრალურობას, სხვისი სურვილი მაგალითად ჩანს თერაპევტის ოთახშიც. როგორი შპალერი აქვს გაკრული, რა აცვია, ანუ ეგ არის ილუზია ცხადია, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ნეიტრალურია და მართლა პირდაპირ გაგებით, ხო? აქ საუბარია სხვადასხვა მიმდინარეობის იმისა, რა ფოკუსი მაქვს გაკეთებული. თქვათ, კონტრტრანსფერს ან იმ მესამეს, რომელიც ყალიბდება, მე ამას უყურებ როგორც შესაძლებლობას, თუ როგორც გამოწვევას ამ კუთხით. ამიტომ ფუნდამენტური განსხვავება მანდ არის, თორე ადამიანი, ვინც ადვოკატირებს, ვთქვათ, მაქსიმალურად თერაპევტის ნეიტრალობას, ცხადია არც ის და არც ერთი თეორეტიკოსი, ვინც მაგ იდეის შემქმნელია, არავის არ აქვს ილუზია, რომ ეს ნეიტრალობა ბოლომდე არსებობს. საუბარია, ესე იგი,
მე რაც იმას შვები. მეორე კითხვა თქვა ეგოფსიქოლოგიაში ტრანსფერის ადგილი. კი ბატონო, კარგი კითხვა ნამდვილად და არაცნობიერის ადგილი. არაცნობიერის ადგილი კი ბატონო და პრინციპში გარკვეულწილად ერთი და იგივეა, მაგრამ ხო, არაცნობიერის ადგილი ყველაფერს აქვს თავისი ხარკი. როდესაც ადამიანი გადაიხრება ზედმეტად, ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც თერაპიული ალიანსის მიმართულებით და რეალურ ურთიერთობების მიმართულებით პაციენტსა და თერაპევტს შორის არაცნობიერისთვის, ინტერპრეტაციისთვის და ტრანსფერის ინტერპრეტაციისთვის, რომელიც ამავე დროს აბსოლუტურად არაცნობიერია, ხო? ადგილი მცირდება. კი ბატონო, ეს ხარკი არის და მაგას ვაანალიზებ აბსოლუტურად. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია თერაპევტი თვითონ საადგზნოს, თვითონ თავს კომფორტულად ამ შემთხვევაში რა. თორე კი ბატონო, ერთი იკლებს და მეორე მცირდება, რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მაგ მიმართულებით კი. კარგი იქნება გავაგრძელოთ, როცა იკლებს არაცნობიერის კვლევის პროცესი, რა დისკომფორტები შეიძლება შეიქმნას თერაპიული ალიანსის დროს. კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ კითხვას, თუ არ შესაძლებელი. უკაცრავად რომ გაიმეოროთ თავიდან, ესე იგი როგორ? ანუ თქვენ როგორც თქვით, როცა თქვათ თერაპიის დროს არაცნობიერის კვლევა მცირდება, რა დისკომფორტები შეიძლება შექმნას ამან თერაპიული ალიანსის დროს, ანუ თერაპიული პროცესის დროს. აი, რაღაც მაგალითი თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ. რა შეიძლება კონდეს ამას? კი, მაგის ციკლი დიახ, უკაცრავად დაასრულეთ, მეგონა დაასრულეთ. დავასრულე. ხო, მაგისი კლასიკური მაგალითი პრინციპში ბოლოსკენ თქვი, რომ ყველაზე ცუდი მაგალითი, ხო? აი დავდიოდი თერაპევტთან და ბოლოს მაკაცი გახდა რა, მეგობარი და ახლა რაღაც იყო დარჩენილი და დაუმეგობრდით და მომიკითხა და კაი სასიამოვნოა, მაგრამ სხვა მეგობრების ყავს ბავშვობის და ისინი უკეთესად ელაპარაკებიან, ხო? ამის მეორე ნაწილი. აქ ძალიან უარყოფითი შედეგი რა შეიძლება მოხდეს. ეს არის უარყოფითი შედეგი. კი, ეს თქვით, კი ბატონო, დადებითი რა შეიძლება იყოს. დადებითი შედეგი არის. თქვით და გამორჩა, არ ვიცი. კი ბატონო, დადებითი შედეგი არის უმნიშვნელოვანესი. რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ მაგაზე 1000 კვლევაა ჩატარებული არამედ ადამიანებზეც, მაიმუნებზეც მათ შორის, ხო, ძალიან კლასიკური, რომ აი მას რო სვამს, ხო, რკინის იმასთან მიდის თუ რბილი იმასთან, რა. უმნიშვნელოვანესი რაც შედის, რომ ადამიანი ყალიბდება ურთიერთობით, მაგრამ არა მაინც და მაინც ლოგიკური ტიპის ურთიერთობით და ინტელექტუალიზაციით. არამედ თქვათ იმ ქიმიით, თუნდაც თქვათ, რაღაც ქიმია ცოტა ისეთი სიტყვა დამავნებელია ამავე დროს, ხო? თუნდაც ის ანალიტიკური მესამე, რასაც უწოდებენ. ანუ კავშირი, რომელიც დგება თერაპევტსა და პაციენტს შორის, ეს კავშირი შეიძლება იყოს ბევრად უფრო ძვირფასი, თქვათ, ხო? თუ ეს კავშირი არის ავთენტური. ვიდრე თქვათ, რაღაცა PhD-ის დონის ინტერპრეტაციები გააკეთოს ადამიანმა, ხო? იმიტომ რომ ეს კავშირიც შეიძლება იყოს ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ეს კავშირი აფორმირებს ახალი ტიპის რაღაცას, რომელიც შეიძლება თერაპიაში დაიბადოს და ამას შეიძლება თერაპევტმა ხელი შეუშალოს. და ეს კავშირი ხო ქვეცნობიერ ნაწილში დგება? ეს კავშირი ხო. ქვეცნობიერშიც ხდება და პირდაპირ ცნობიერშიც, რატომაც არა, ერთიც და მეორეც. რა თქმა უნდა, ქვეცნობიერში ხდება აბსოლუტურად ყველაფერი მასე, მაგრამ ეს არის ორივე შემთხვევაში. არგით მეგობრებო? კიდევ ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. კი. აი თქვენ შესავალ სიტყვაში თქვით, რომ დღევანდელ სამყაროში, რომელიც უფრო ნარცისიზმისკენ არის გადახრილი და ინდივიდუალიზაციის ეპოქაში შევედით, ასე ვთქვათ, თქვენი მოსაზრებით თითქოს ესეთი თავისუფლება გაქვთ, რომ ღმერთი დაკარგა ადამიანმა და ამ დაკარგულობას მოყავს ის ეჭიდება თერაპევტს ან სხვა საშველს, რომ გამოერკვეს. და ავდარებთ თქვათ ფროიდის ეპოქას და ფროიდის ეპოქაში ვენაში მე ისეთ შთაბეჭდილება მქონდა, რომ შეიძლება იქ უფრო იყო დაკარგული ეს რწმენის ნაწილი კონკრეტულად იმ ეპოქაში, ვიდრე დღევანდელში. იმიტომ რომ იქ იყო აღმავლობა ამ მეცნიერების, დღეს უკვე მეტნაკლებად ვიცით ეს რაც არის, ესეთ იმედებს აღარ ვამყარებთ, თქვათ. და თქვენ უფრო რომ აი გაშალოთ ეს თემა, თქვათ, რას გულისხმობთ.
უფრო გულისხმობ. კი, საინტერესო კითხვა ძალიან ნამდვილად. ეს პირდაპირ თერაპიულ ალიანსზე პრინციპში ეგეც აისახება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისტორიულ კონტექსტის კუთხით შევხედეთ, თუმცა ძალიან საინტერესო განსახილველი თემა, უფრო ვიგულისხმება, რომ ადამიანების დაკვეთა ღმერთისგან განთავისუფლება იყო. რომ პროგრესი, ცივილიზაცია, მეცნიერება, რელიგია, რომელიც მე ხელს მიშლის რეპრესირდება ჩემი სურვილები ესენი, ხო? ანუ რელიგიისგან და ღმერთისგან გათავისუფლების იდეით შეიძლება მეტად მიემართა ადამიანს. იმებს საუბრობ თქვა დასავლურ იმაზე ხო მთელ ინდუს რო ველაპარაკოთ თქვა ჰეგელის დიალექტიკაზე შეიძლება მოგვდეს სიცილით, ხო? რაღაცა სხვა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს აბსოლუტურად საქმე, ხო? ამ შემთხვევაში დასავლურ იმაზე ველაპარაკობ რა. ანუ იდეა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ღმერთისგან გათავისუფლების. დაკვეთას გულისხმობ თერაპიაში და დღევანდელი დაკვეთა შეიძლება იყოს ის რომ ღმერთი მოკვდა დასავლური ადამიანისთვის, ყველასთვის არა, მაგრამ უღმერთობამ შეეწუხა უფრო მეტად ადამიანმა და ეძებს ამ საყრდენებს, ამ ტრანსცენდენტს, რომელიც ადრე ვთქვათ, ხო და ფროიდიც თავისი ეპოქის ადამიანი იყო ბუნებრივია, ხო? და მის განმანათლებლური ის არის, ხო, ფროიდი რაც ძახდა ილუზიას, რომ ილუზიას, ხო, რაციონალური ადამიანი ჩაანაცვლებს რელიგიურ ადამიანს, მაგალითად. რა თქმა უნდა, თუ კი ფროიდის კრიტიკა არსებობს, ყველაზე ობიექტური და ყველაზე დიდი მიმართულებით, რომ ეს მასე არ არის. სხვა შორის ლაკანიცაც ძალიან სწორად აქვს ის, რომ პირიქით, ანუ რაციონალური კი არ ჩაანაცვლებს, ანუ ლაკანის იდეა იყო, რომ ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ უფრო დიდ ხვრელს გააჩენს და რელიგიის ადგილი კიდევ უფრო მეტად გაჩნდება. თუ დაახლოებით თუ გიპასუხეთ მოგეთ თქვენ კითხვას რა. ანუ დღეს უფრო მეტად ეძებს ადამიანი ღმერთს და მაშინ ცდილობდა მისგან გაქცევას, თუ კი შეიძლება ასე ვთქვათ უხეშად რა. ისე მადლობა, შენი მოხსენების საინტერესო იყო ძალიან პედაგოგიური ეს თქო სტრუქტურირებული და საინტერესო იმიტომ რომ თუმცა რელიგიაზე რო ეს მაიეს და შენს შესავალს რო დაუბრუნდე და მაიეს კითხვას ერთის მხრივ ფროიდი კი იმას კი არ ამბობდა რომ მაინც არის დაპირისპირება იმ დროის ადამიანსა და რელიგიას შორის ან არის რაღაცა რეპრესია კი ის კულტურის რეპრესიას საუბრობს მაგრამ ამ დროს საუბრობს განდევნაზე როგორც ჩიდა ფსიქიკურ აქტზე და ამბობს რომ ეს რელიგია გარეთ კი არ არსებობს არაცნობიერში ფროიდის თავი აღმოჩენა ეს იყო რომ რელიგიის თავი დასაყრდენი საბოლოო ჯამში ფროიდის არის ოიდიპოსის კომპლექსი ოიდიპოსის კომპლექსი ფროიდის არის პატარა მიკრორელიგია ადამიანის არაცნობიერში და ის თვლის რომ ანუ ერთის მხრივ ფროიდი რომელიც უტევს მაგალითად ერთი ილუზიის მომავალში და თავის სხვა შრომებში რელიგიას ფაქტიურად ლამსიმის დესაკრალიზაციას ახდენს და იმედოვნებს რომ მეცნიერება გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში პრიმიტიულ რელიგიურ კონსტრუქტებზე მეორე მხრივ ის ამბობს რომ ფსიქიკური ცხოვრება თავად არის რელიგიური ბუნების იმიტომ რომ ამბობს რომ რელიგიის ცენტრალური ფიგურა არის მამა და მამა არის არაცნობიერში სუბიექტთან ცენტრალური ფიგურა და ის თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სუბიექტს მამასთან ამბობს ფროიდი განაპირობებს იმას თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მამის ფიგურებთან და შესაბამისად რელიგიასთან ანუ ერთის მხრივ ხო ამდენად თითქოს უტევს რელიგიას და მამის ფიგურას, მაგრამ მეორე მხრივ კოლოსალურად დიდ ადგილს აძლევს ფსიქოლოგიაში მამის ადგილს ოიდიპოს კომპლექსის გავლით. და ამიტომ ისმება კიდეც დღეს კითხვა, რომ ფსიქოანალიტიკური თეორიული კორპუსი როგორ იქნება შენარჩუნებული, თუ კი ოიდიპოსი და მისი ეს ტრიანგულაცია კლასიკური სახით როგორცაც ფროიდი ახსენს. მეორე რაც შეეხება ალიანსს, თქვათ, ალბათ აქ საკითხი ხშირად ისე დგას, რომ ყველა პაციენტთან ცხადია კლასიკური მეთოდით, ან მხოლოდ ტრანსფერის ანალიზით, ან მხოლოდ ნეიტრალური პოზიციით, წყალებში კლასიკური ნეიტრალური პოზიციით, ამ პოზიციას ვერ დაიკავებ და არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ზუსტად ალიანსს ან ერთგვარ გამომჩა აი მოსაზღვრე ფსიქოზური სპექტრის ცხადია რა თქმა უნდა. გამომჩა მე განსაკუთრებით მოსაზღვრე პაციენტებთან და საერთოდ თანამედროვეობის კლინიკაში პაციენტი ანალიტიკოს შეიძლება ითქვას აიძულებს დატოვოს თავისი ადგილი, არამედ თავისი ინსტრუმენტები ცოტა გამრავალფეროვნოს იმ თვალსაზრისით, რომ მოთხოვნა ინტერპრეტაციაზე და ანალიზზე კი არ არის, არამედ იმაზე, რომ სუბიექტი ჩამოშლის პირას, აიგივე ვინ იკოტიროებოთ ამ ჩამოშლის შფოთვის წინაშეა და რაღაც სხვაში ფსიქიკური აუცილებლობა და საჭიროება იმ ძალიან ბევრ პაციენტთან დღეს არ არის განდევნის შესუსტება და მე განდევნილის ანალიზი, იმიტომ რომ თვითონ პრობლემა არის ამ განდევნის არარსებობაში, ანუ განდევნის ძალიან რომ ცუდად მუშაობს განდევნა და ამიტომ
არავითარ განდევნასთან და წინააღმდეგობასთან. იმიტომ რომ ეს ანალიტიკოს ნეიტრალიტეტის ცნება საიდან მოდის, რომ ანალიტიკოსი ამით ებრძვის პაციენტთან რეზისტენტულობას, ხო? უბრალოდ იმიტომ კი არ დუმს რომ ახლა ასე სურს, რეზისტენტულობას, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ განდევნა იქნეს გადალახული და არის მთელი პაციენტების კლინიკა დღეს, სადაც პირიქით კლინიკის მთავარი ესე იგი გული არის ის, რომ განდევნა არ არის. განდევნა არ არის სხვათა შორის კი გიგა აბსოლუტურად გეთახები ნამდვილად ერთი არის ის რომ არ ვიცი რამდენად პირდაპირ არის კავშირში მაგრამ ერთი არის კი ბატონო რომ ეს ბიზნესის დაკვეთა და კაპიტალისტური დღის წესრიგი რომ რას ითხოვს ადამიანი და მეორე მხრივ სხვათა შორის კიდე ძალიან დიდი განსახილველება გაჯეტები და სკრინები როცა ადამიანი თავიდან ბოლომდე დღეში 8 საათს და 10 საათს იქატარებს მას არ აქვს სიზმრები მას არ აქვს ასოციაციები მოდის გაბრუებული აბსოლუტურად რა განდევნაზეა ლაპარაკი თავში აქვს უროჩარტული დაახლოებით ხო რამდენი პაციენტია მას ფსიქიკური ეკონომია რეალურ სოციალურ ან ფსიქიკურ ურთიერთობებზე აღარ არის ეცემა მახვილი სოციალურ ქსელზე იმდენად ინვესტირებულია ლიბიდინალურად წმინდად ნარცისტულად ნარცისიზმის ხო ლიბიდოა რომელიც მეზია კონცენტრირებული და არა მხოლოდ ესე იგი ლიბიდინალურად იმდენად ინვესტირებულია რომ ფსიქიკური ეკონომიის ცენტრი და ღერძი და მახვილი ეცემა ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელზე იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რაღაცა მოვლენა ვიდრე უბრალოდ რაღაცა კომუნიკაციის საშუალებები და ამიტომაც ძალიან ბევრი პაციენტი ისე განიხილავს ურთიერთობებს სოციალურ ქსელში როგორც რეალურ ურთიერთობებს ხანდახან უფრო მეტად ეცემა მახვილი როგორც ტრამვირებული ადამიანი რომელსაც სიმბოლობით ვერ აზროვნებს რა დაახლოებით რადიკალურად საუბრობს ხალხი მაგრამ ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ეგ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო დღეს მართლა სერიოზული გამოწვევა არის ციფრულ რეალობაში დუბლირებული ცხოვრება ციფრულ რეალობაში დუბლირებული ამიტომ პაციენტები სიზმრებს ხედავენ Facebook-ზე ჩატზე სიზმარი მიმდინარეობს სოციალურ ქსელში. ეს სიზმრება ცხადია. ხო, ჩვენ დაახლოებით აი რა ბიოლოგიური ტერმინებითაც რო ავხსნათ, ხო? ძალიან გავს რა პირდაპირ გაგებით ახლა მორფინზე დამოკიდებულება და ამაზე Instagram-ის rilsებზე ერთი და იგივე არ არის ბუნებრივია, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება რა არის? ეს არის ყურადღების დაჰაკვა. როცა შენი ყურადღება ვიღაცას მიაქვს რა, მაგას ძალიან კარგად ასრულებს სოციალური ქსელები და ამავე დროს სოციალური ქსელები აკრძალული არ არის და ყოველთვის მოიხმარს ადამიანს განსხვავებით ნარკოტიკისგან, რომელიც ვერ იქნება. არა, ადიქციის, რა თქმა უნდა, შემადგენელი ყოველთვის არის, ყოველთვის სკროლვა და ადიქციული ბუნების არიცხად. და დაკავშირებულია იმდენად არა ფსიქიზმთან და ფსიქიკურ პროცესებთან, რამდენადაც თავის ტვინში მიმდინარე პროცესებთან. კი, კი. წმინდად ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით. ბატონო. კარგით, მეგობრებო. მე მგონი საინტერესო ის იყო. დიდი მადლობა აქტიური მონაწილეობისთვის, დასწრებისთვის. იმედია მოგეწონათ და პრინციპში შეგვიძლია დავამშვიდობოთ ერთმანეთს. დიდი მადლობა. მადლობთ, ნახვამდის.